თვითონ ბიძინამდე დოფსონი 4 ოქტომბერს. თან აი ორი თვით ადრე რო უანონსებ დამხობას, ის ხო მოემზადება. რეჟიმს რო შეეშინა გამოიხატა იმაში, რომ ლევან ხაბეშვილი დაიჭრა სიტყვებისთვის. და აქ არის ერთი დათქმა, ამას ქვია თუ. ეხლა ვდგავარ, რომ შენ წადი ბიძინა. არა, უშავს დღეს თუ არ დასრულდა, 7 დღეშიც შეგვიძლია იგივეს გაკეთება. ახლა რომ რეჟიმი დგას კონკრეტულ აქტორებზე, ის ხალხი გადმოვა აქეთ ხალხის მხარეს. მოელიან ამ 4 ოქტომბერს და ეუბნებიან, რომ აი ხუთში ბავშვებს ჩაიხუტებთ. ვერ შეძლებს ბიძინაშვილი გამოვიდეს და იზეიმოს გამარჯვება. არჩევნების ჩაშლა რო დარქმეოდა ამ 4 ოქტომბერს, აი 10 ხელით 10 თქვენთან ვიქნებოდით. შეფი, რომელიც იყო რკინის კაცად წარმოდგენილი, ხარება მოისროლეს და გააგდეს. ღირს თუ არა, მაინც რომ 4 ოქტომბერზე იმედები დავამყაროთ. ბრძოლა ბოლომდე. ბოლომდე სანამ რეჟიმის საბოლოოდ არ ჩამოიქცევა. გამარჯობა, გიბრუნდებით გადაცემა კამათობის მორიგი ეპიზოდით. ეს არის პოლიტიკური დებატების სერია, სადაც ვსაუბრობთ ზოგადად პოლიტიკურ საკითხებზე, განვიხილავთ მათ ისეთ საკითხებს, როგორც არის აქტუალური და ასევე საზოგადოებისთვის საკმაოდ საინტერესო. შეგახსენებთ, რომ გადაცემა კამათობა გადის ყოველ შაბათს 22 საათზე მისმინეს YouTube პლატფორმაზე, სადაც შეგიძლიათ გვიყუროთ, ასევე გამოგვიწეროთ და დაგვალაიქოთ, ასევე შეგიძლიათ თვალი გვადევნოთ სხვა სოციალურ ქსელებში, მათ შორის არის Facebook-ი, TikTok-ი და Instagram-ი, სადაც ვცდილობთ, რომ მსგავსი კონტენტი შევქმნათ. მე ვარ ამ გადაცემის წამყვანი ანა ყაბულაშვილი და შევეცდები რომ მართო დღევანდელი დებატი, რომელიც უფრო მეტად დისკუსია გამოვა მოცემული თემიდან გამომდინარე, ვიდრე დებატი, მაგრამ სანამ თემაზე გადავიდოდე, გეტყვით იმას, რომ ჩვენი გენერალური სპონსორი არის საქართველოს უნივერსიტეტი. იდეა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, ხოლო თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს. რაც შეეხება თემას, რა თქმა უნდა, ისევ ტრიალებთ 4 ოქტომბრის გარშემო, რაც უფრო ახლოს მოდის ეს თარიღი და გვიახლოვდება, უფრო და უფრო აქტუალური ხდება და საინტერესო ამ დღის გარშემო მიმდინარე მოვლენები. ჩვენ ფაქტის სახით უკვე რაც გვაქვს არის ის, რომ დაახლოებით მე-300 დღე გახდება, რაც რუსთაველზე მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი, ადამიანები გამოდიან და თავის პოზიციას აფიქსირებენ უკვე თითქმის 1 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში დაჭერილი არის ოპოზიციური ლიდერების საკმაოდ დიდი ნაწილი და ამ დროს მოძრაობა რუსთაველის გამზირი, ასევე პაატა ბურჭულაძე და ლევან ხაბეიშვილი ანონსებენ 4 ოქტომბერს არჩევნების დღეს ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან რევოლუციას და ხალხის რაღაც ნაწილში მაინც ყოველ შემთხვევაში ახლებურად იღებენ იმედის ნაპერწკალს და ცდილობენ რომ შეცვალონ დღევანდელი რეალობა. ამ პერიოდს ემთხვევა ის რომ იჭერენ ლევან ხაბეიშვილს და სვამენ ციხეში იმის გამო რომ თითქოს ქრთამს თავაზობს საჯარო მოხელეებს. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ 4 ოქტომბერს არჩევნები და ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი რევოლუცია ერთმანეთს ემთხვევა. ეს თარიღი, რა თქმა უნდა, დიდი არის დილემა არის ბევრი ადამიანის თვალში. ზოგი ადამიანი ამას უყურებს როგორც ახალ შესაძლებლობას, ზოგი ადამიანი უყურებს უფრო სკეპტიკურად და თვლის, რომ შეიძლება ნიჰილიზმის გამღვევებელი იყოს ეს თარიღი, მაგალითად, თუ არაფერი მოხდება 4 ოქტომბერს და 5-ში ისევ ჩვეულებრივ გათენდება, შეიძლება პირიქით უფრო ცუდი იყოს ეს საზოგადოებისთვის. ზუსტად ამ თემაზე სადებატოდ, სადისკუსიოდ მოვიწვიეთ ჩვენი დღევანდელი სტუმრები. გიორგი მუმლაძე წარმოადგენს დღეს რუსთაველის გამზირს და ასევე რუსკო კობახიძე, რომელიც არის ფილოლოგი და მკვლევარი და ასევე არის 9 შვილის დედა. ორივე თქვენგანს ძალიან დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. მე გთხოვთ რომ ძალიან მოკლედ გაეცნოთ მაყურებელს და თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელ მხარეს ემხრობით და აი სულ რომ ორი სიტყვით უბრალოდ თქვენი მხარე გაგვაცნოთ რა არის ამ თემასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მე ვარ რუსკო კობახიძე, სოვლების მკვლევარი და აქტივისტი ამავე დროს. ჩემი პოზიცია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არის სკეპტიკური არა თარიღთან ან თქვათ აქციის დიდ მასშტაბთან დაკავშირებით, არამედ იმ ფორმულირებასთან
დაკავშირებით, როგორც ეს 4 ოქტომბერი გაშღერდა. რომ ეს არის თავიდან იყო დამხობა, მერე არის მშვიდობიანი დამხობა, ეხლა მე მგონი მშვიდობიანი რევოლუცია, ხო? და რაღაცნაირად აი იმ დაკიდებულ თარიღთან დაკავშირებით, აი თითქოს რინგზე ვიწევთ ხელისუფლებას და მაინტერესებს თქვათ ამ თარიღის მომხრეების აზრი, მეტი კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით. მისაღებია? მოგესალმებით, მე ვარ გიორგი მუმბლაძე, ამ მომენტში წარმოვადგენ მოძრაობა რუსთაველის გამზირს, ისე ვარ ლექტორი, მკვლევარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, აქტივისტიც და კონკრეტულად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრიც და ბევრი წელია ვერძვი ხელისუფლებას. და ჩვენ ამ უწყვეტ პროტესტში, რაც მიმდინარეობს 28 ნოემბრიდან, პრაქტიკულად ჩემი მეგობრებთან ერთად ყოველდღე ვდგავარ რუსთაველზე, გამოვლილი გვაქვს ყველა ტიპის რეპრესია, არა მხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ ჩვენს ოჯახებსაც და ჩვენ იქ აქტიურმა ადამიანებმა რაღაც მომენტში დავინახეთ ის, რომ საჭირო იყო რეჟიმს დავანახოთ ჩვენი ძალა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აჩვენებს იმას, რომ მთლიანად გასულია რეჟიმის სამართლებრივი ჩარჩოებიდან და შეუძლია რომ ქალზე მოძალადები, ბავშვებზე მოძალადები, ადამიანები, რომლებიც იარაღით მოვარდებიან აქციაზე, ისინი კი არ დასაჯოს, არამედ ისინი გაუშვას და დასაჯოს მშვიდობიანი დემონსტრანტები და პრაქტიკულად ჩვენ ვიმყოფებით აი რაღაცა ბრძოლა წესების გარეშე რინგზე და ამიტომ თუნდაც 4 ოქტომბერზე სწორება გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენი ძალის დემონსტრირება მოხდეს რაოდენობრივად და მათ შორის ეს თარიღი არ და ჩვენ არ დაგვიკიდი ასე თქვა რეჟიმმა თვითონ ვაბანკი განახორციელა ასე თქვა შევიდა all-ins და ამით უნდა რომ ის არარსებული ლეგიტიმაცია რომელიც ამ მომენტში არ აქვს არც შიდა არც გარე თვალსაზრისით რაღაცნაირად მოიპოვოს 4 ოქტომბერს ეგრეთ წოდებულ არჩევნებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ შესაძლებელია ხალხის სიმრავლით მოხდეს შემდგარი რუსული რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი, თუნდაც გინდა დამხობა დაარქვია მას, გინდა რევოლუცია, ფაქტია, რომ არავინ არ მოუწოდებს ხალხს ძალადობისკენ, არამედ ჩვენი მთავარი ერაღი არის სიმრავლე და რწმენა, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი და მთავარი ამბავი ის იქნება, რომ ბიძინამ რა ფსონიც დადო, რომ გაიფორმოს ლეგიტიმაცია, ის არარსებულ ლეგიტიმაცია რაღაცად მოიპოვოს და შეაგვეწოს, ჩვენ ამის საშუალებას არ მივცეთ, რაც ჩვენ რწმენაში არის იმის გარანტია, რომ რეჟიმი დაემხო. გასაგებია. მისაღებია ორივე პოზიცია და საინტერესოა ნამდვილად. მე გაგაცნობ თამაშის წესებს, დამაყურებელსაც შევახსენებ და შემდეგ უკვე შეგვიძლია რომ გადავიდეთ უშუალოდ თამაშზე და დისკუსიაზე. ჩვენ გვექნება სულ 4 ბლოკი, პირველად გვექნება 5 წუთიანი დრო, სადაც შეგეძლებათ რომ არგუმენტირებული მსჯელობით თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ, ეს რო იქნება თავიდან ბოლომდე თქვენ განკარგულებაში და არავინ არ ჩაირევა ამ დროში. შემდეგ გვექნება 20 წუთიანი სადისკუსიო დრო, სადაც ერთმანეთთან დიალოგის რეჟიმში მოხდება ინფორმაციების გაცვლა და აზრების ასევე. ამ მომენტში გთხოვთ რომ ერთმანეთს კი რა თქმა უნდა ეს არ არის განსაზღვრული დროის მხრივ ვინ რამდენი წუთი ისაუბრებს, მაგრამ ერთმანეთს მოусმინოთ, რადგან ხშირად ხდება ხოლმე ისე რომ ერთდროულად საუბრით, ბოლოს ვერაფერს ვერავინ ვერ იგებს. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ გვექნება კითხვა-პასუხის რეჟიმი ჩემი მხრიდან. თითო კითხვას დაგისვამთ და გექნებათ 5 წუთი ამაზე საპასუხოდ და ბოლოს გვექნება 2 წუთიანი შეჯამების პერიოდი, სადაც შეგეძლებათ რომ შეაჯამოთ დღეს მიმდინარე დებატის მთავარი საკითხები. რა თქმა უნდა გავაგოროთ კამათელი იმისთვის რომ გავიგოთ ვინ დაიწყებს პირველი. ამიტომ ქვია კამათობა. 3 და 5. გიორგი, გისმენთ 5 წუთია თქვენს განკარგულებაში და ველოდებით საინტერესო არგუმენტებს. კი ბატონო, პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ რუსული რეჟიმი როგორც შემდგარი სახით ჩვენ დავინახეთ იმ განცხადები, ჩვენ კონკრეტულად მე და ჩემი მეგობრებმა წლებია ვერძვით ამას და ვიცით რომ ეს რუსული ძალაა, საერთოდ ამ ქვეყანაში ჩატარდა რუსული სპეცოპერაცია 2012 წელს და მას შემდეგ ნაბიჯ მივდივართ იქითკენ რომ საქართველოს იქნას ბოლომდე ფორმალურად მიება საქართველოს რუსეთს, ამისთვის ყველაფერი არის გაკეთებული, როგორც ენერგო თვალსაზრისით, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე სახელმწიფო უწყებები პრაქტიკულად დირექტივებს იღებენ კაკებედან, ამაში ეჭვიც არავის არ ეპარება, მე პირადად ჩემს მეგობრებს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანისთვის რაღაც გამოღვიძების ელემენტი იყო ის, როდესაც 2024 წლის არჩევნები ჩატარდა, გაყალდა ტოტალურად და ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ ამ ქვეყანაში, მანამდეც ფაქტი იყო, ამ ქვეყანაში არასდროს არავინ არ ჩაატარდა თავისუფალ არჩევნებს, თუ არ შეიძლებოდა რეჟიმი, იმიტომ რომ შემდგარ რეჟიმთან და საქმე. ამ ფონზე რაღაცა ისეთი ფაქტორი იყო 28 ნოემბერს, როცა გამოვიდა
ბიძინას დასმული ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი და თქვა, რომ საქართველოს პრაქტიკულად წყვეტს ევროინტეგრაციის საკითხს და ამით ის რაც მათ ჩაიფიქრეს, უნდა განხორციელებულიყო. ამას უყვა მღელვარება ლოგიკური, აბსოლუტურად გამოვარდით ქუჩაში და მშვიდობიან დემონსტრანტებს დაგვიშინეს, რა ვიცი, ხელკეტები, გაზი, ტიტუშკები, ზონდებრიგადები და პრაქტიკულად ერთი კვირა ქუჩაში ადამიანებს დასდებდნენ, ცემდნენ 300-მდე შემთხვევა იყო წამების ფაქტი, ზუსტად იგივე რაღაც ანალოგი იყო, რომ რაღაც ბელარუსიაში რაც ხდებოდა, ჩვენს თანამედროვე იტაცებდნენ, რაღაც სპეციალურ შეკრულ ფურგონში სვავდნენ და აყენდნენ შეურაცხყოფას, როგორც სიტყვის, ესე ფიზიკურს და ეს იყო როგორც წამების ფაქტები, ესე არადამე მოპყრობის ფაქტები. ანუ ჩვენ დავინახეთ, რომ რეჟიმმა გადაწყვეტა წინააღმდეგობის ბოლომდე მოსპობა. თუმცა ეს ვერ შეძლო. მიუხედავად ამ მეთოდებისა ვერ გაგვტეხა და აგერ უკვე 296 დღეა ყოველდღე ვკეტავთ რუსთაველს, დავდივართ მიუხედავად იმ ფინანსური რეპრესიებისა, რაც გვაქვს, ხო, აი მე მაგალითად 300,000 ლარამდე ჯარიმა მაქვს დაწერილი, ჩემს მეგობრებს პატიმრობა, ასე შემდეგ. და ფაქტორი რა არის, ხო? ჩვენი წინააღმდეგ უნდა გაეჩერებია რეჟიმს. მაგრამ ჩვენ მართლა ამაყად და უდრეკად ვდგავართ იქ და ვაპირებთ ბოლომდე დავიცვათ საქართველოს ინტერესები. და ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც შეიქმნა თუნდაც ეს მოძრაობა რუსთაველის გამზირი იყო ის, რომ ჩვენ 31 მარტს იყო ჩანიშნული აქცია, საკმაოდ ხალხმრავალი და იქ იყო გარკვეული მოლოდინები, რომ რაღაცა გაჟღერდებოდა, იქ არაფერი არ გაჟღერდა, სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში იყო ეს მოლოდინები და იქვე სპონტანურად დაიგეგმა 9 აპრილის აქცია. 9 აპრილის აქციას ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ განსხვავებით სხვა აქციების გამონაყრდა პაატა ბურჭულაძე უშუალოდ განაცხადა სცენიდან ავიდა და მეგაფონით ცუდი ფაქტი იყო, რომ მას გამოურთეს მიკროფონი, სამწუხაროდ, მაგრამ მე ჩართეს. 9 აპრილს ჩვენ გარიყავით იქ, გაგვეთენებია, ასე ვთქვათ, ღამე და რუსული რეჟიმი, რომელმაც შეურაცხყოფა ქართველებს, მთლიანად ჩვენ ისტორიას არ უნდა მოგვეშოთ 9 აპრილის მემორიალთან. და იქ შედგა ჩვენი პირველი, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა, წარმატებული წინააღმდეგობა გამოდგა, იმიტომ რომ ჩვენ რაც ჩავიფიქრეთ, ნამდვილად აი ეს იდეა ავიტაცეთ, დავდექით იქ და მოსული ჩინოვნიკები, მიხედავთ იმისა, რომ უზარმაზარი ფორმიანების ის კონცენტრაცია იყო, მოსული იყო იმისთვის, რომ გავეციეთ, იქ მოსული იყო კობახიძე, რა ვიცი, დინარაძე, მაგრამ ეს არ მოხდა, ჩვენ წარმატებით ჩავთავრეთ ეს 9 აპრილის წინააღმდეგობის აქტი და ამის შემდეგ ბუნებრივია ჩვენმა მოძრაობამ ნელ-ნელა ძალა მოიკრიბა, მიხედავთ რომ ყველასთან კარგად ვარ და ბუნებრივია ვინც პროტესტია ჩვენიანია და ჩვენ ერთად ვიბრძვით. უნდა ითქვას, რომ 4 ოქტომბრის თემა არის აი ამ განგრძობადი და უწყვეტი რეჟიმის პირმშო. ეს არავის არ მოუგონია. ის იყო რაღაცა ლოგიკური დედლაინი, როდესაც რუსმა ბიძინამ თქვა ესეთი რამე, რომ მე არ მაქვს ლეგიტიმაცია შინ და გარეთ, ამიტომ ეხლა მოდი შევითრევ ამ პარტიებს, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ პარტიებს ამ თამაში და ამ არჩევნებში და ამით პრაქტიკულად გავინაღდებ ლეგიტიმაციას. ამის გამოვლენა იყო რომ სრულად აბსურდული და ლოგიკური რა, რომ დაიჭირა ყველა პოლიტიკური ლიდერი პრაქტიკულად სრულად აბსურდული ბრალდებებით და ამას მოაყოლა ის, რომ შემდეგ მისმა დასმულმა და რაღაც ხელდასმულმა ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტმა თქვა, რომ იცი რა, თუ შეხვალთ არჩევნებში გაგიშვებთ. ეს იყო ვაჭრობის ელემენტი, იმიტომ რომ თვითონ ბიძინამ და დოფსონი 4 ოქტომბერზე და რატომ? ბიძინას უნდა რომ 4 ოქტომბრის ჩატარებული არჩევნებით თუ იქ მონაწილეობას მიიღებდა ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და მრავალპარტიული იქნებოდა, ამით ადგილობრივ დონეზეც ნაწილობრივ გაემყარებდა ლეგიტიმაციას და მეორე მხრივ დასავლეთთანაც უფრო სავაჭრო გაუხდებოდა და ამიტომ ჩვენ გადავწყვეტ, რომ 4 ოქტომბერი ყოფილიყო და არის არა ბიძინა ივანიშვილის ლეგიტიმაციის გამყარების დღე, არამედ ჩვენი გამარჯვების დღე და პირველ რიგში რაშიც შეუშლით ხელს არის ის, რომ აი ამ რეჟიმს არ მოვაპოვებიებთ ლეგიტიმაციას ადგილობრივ დონეზე. ამას ჭირდება 100,000-ობით გაბრაზებული საქართველოს მოქალაქე ქუჩაში, შვიდად გამოსული დროშებით, რომელიც ეტყვის, რომ აი აქ ტარდება არჩევნებიც, აქ ტარდება ყრილობაც და აი ეს იქნება ჩვენი გამარჯვების დღე. იმიტომ რომ ხილვადი უნდა გახდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არჩევნებზე კი არ წავიდეთ ამ ფარში კი არ ღებს მონაწილეობას, არამედ დგას რუსთაველზე და ქუჩიდან ეუბნება ბიძინა ივანიშვილს და რუსულ რეჟიმს, რომ თქვენი დრო დასრულებულია. აი ეს არის ჩვენი მთავარი ასე შევაჯამე, მოკლედ ის რა, საიდან სადამდე მოვედით რა. გასაგებია და მისაღებია. მადლობა საინტერესო არგუმენტებისთვის და პოზიციისთვის. რუსკო, თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ და თქვენი მოსაზრებები გაგვიზიაროთ. გიბანონო. გიორგის ამ ფორმულირებაში დიდწილად ვეთანხმები, იმიტომ რომ მეც 2012 წლიდან აბსოლუტურად ვარ
ამ რეჟიმის მოწინააღმდეგე 2012 წლიდან მდგარ აქციებზე, იმიტომ რომ ბევრმა როგორც თქვენ აღნიშნეთ, ახლა გააცნობიერა, რომ ჩვენ რუსულ რეჟიმთან გვქონდა საქმე, მე 2012 წლის 1 ოქტომბერს უკვე გამოვიტირე, ასე ვთქვათ, ჩემი ქვეყანა, იმიტომ რომ არ ვიცი, მე ზუსტად ხედავდი, ვთქვათ, საით შეიძლება და წასულიყო აი ეს რუსი ოლიგარქის ასეთი გამარჯვება, იმიტომ რომ ამას ჰქონდა თავისი, ასე ვთქვათ, ჩემთვის არგუმენტები იყო, რომ პუტინი ელოდებოდა ამ არჩევნებს, იმიტომ რომ მან ძალიან იქედნურად იკითხა, რომ აკაკ დაუვას ვიბერი, ანუ როდესაც გაქვთ თქვენ არჩევნები. შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებამდეც განაცხადა, რომ მე 1 წელი ვიქნები ხელისუფლებაში და მე წავალ. ეს პირდაპირ იყო განაცხადი, რომ ის გადადიოდა ჩრდილოვან მმართველობაში, როდესაც ის გადავიდა, რაც თავარია აქ მან დაიწყო პირველი ნაბიჯები, რითაც დაიწყო ეს იყო, რომ 80 მილიონი თუ გახსოვთ, რომ დაიბრუნა ყოველგვარი სასამართლოს გარეშე და ჯიბეში ჩაიდო აბსოლუტურად. ანუ უკვე ჩანდა ეს რაღაც კრიმინალური, აი ჩემია ეს ქვეყანა, აი ეს განწყობა. მერე დაიწყო ნაცმოძრაობის დევნა და ოპონენტების, ასე ვთქვათ, რვათერბერლის დიდი, ასე ვთქვათ, ანგარიშწორებაც გახსოვს და ანუ ჩემთვის იქ ქუჩაშიც ცემდნენ ადამიანებს, მე მახსოვს დარლადარიას ცემა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ცემა, ასე რომ ეს რაღაც ჩემთვის მათი ეს ქმედებები საერთოდ არ არის უცხო და რაღაც ახალი. მაგრამ ამას არ ყვებოდა, ასე ვთქვათ, დიდი ნაწილი საზოგადოების, რაღაცნაირად ცოტა ძილბურანის რეჟიმში იყო და მადლობა ღმერთს, რომ თვითონვე წამოვიდნენ, ასე ვთქვათ, გამწვავებაზე. ეს იყო პირველი 2019 წლის 20 ივნისი, როდესაც გავრილოვიჩ აგვისვეს, მერე უკვე რუსული კანონის პირველი შემოტანა, მერე მეორე შემოbrunება ამ კანონის, მერე არჩევნების გაყალბება და მერე აი ეს, რაზეც გიორგი მილაპარაკა, უკვე ღიად განაცხადი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამ არჩევნების მოპარვას რო არ მოყვა ისეთი პროტესტი, როგორცაც ის ელოდა, იფიქრა, რომ თავი ქუჩი აქვს. ამის შემდეგ ფაქტიურად რაღაც რაოდენობა ადამიანი, თავიდან ეს იყო ძალიან დიდი რაოდენობა და შემდეგ დავრჩით ის, ვინც დავრჩით, დგავართ რუსთაველზე და ვიბრძვით. მე მინდა რომ რაღაცნაირად ადამიანებს, რომლებიც, ანუ რუსთაველის პროტესტი არის უმართავი პროტესტი, არ ყავს მას ლიდერი. ეს ასე ჩამოყალიბდა, არ ვიცი გიორგი მეთანხმებით თუ არა, და რაღაცნაირად ჩემი აზრით მართავს რაღაც კოლექტიური გონი, მე ასე ვეძახი და ძალიან ბევრ ბეწვისხიძეს გავიარეთ, თუნდაც 9 აპრილს სხვათა შორის და გავიმარჯვეთ, ხო? და ეს არის ხალხის პროტესტი. ხალხის პროტესტი, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ უკვე რომ იბრძოლებენ ბოლომდე. და მართალია დღეს რუსთაველზე არ დგას იმდენი ადამიანი, რამდენიც თქვათ არის ოპოზიციურად განწყობილი, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც არიან სახლში, გვიყურებენ, თქვათ ჯარიმის შეეშინდათ, თქვათ ნიჰილიზმში ჩაცვიდნენ, ბევრი მიზეზია, ხო? რატომაც თქვათ აღარ გამოდიან ზოგს შენი უნდა ახალგაზრდებს, ხო, რაღაცნაირად, მაგრამ ეს ადამიანები არის რესურსი. აი გიორგის სწორი მოლოდინი აქვს, რომ 4 ოქტომბერს, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანი თარიღია, ეს ადამიანები გამოვლენ. და მეც მგონია რომ გამოვლენ. აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ 4 ოქტომბერი არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. იმიტომ რომ ეს არის არალეგიტიმური არჩევნები. ამიტომ 4 ოქტომბერს არავინ არ იფიქროს, რომ მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმ ვორდინგის მიმართ, რომ აი 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ და აი ხო, აი ამის მიმართ ეს
არანაირად არ ნიშნავს, რომ იქ მინდა რომ იყოს ცოტა ხალხი. ჩემი სკეპსისი რასთან დაკავშირებულია. პირველი, ასე ვთქვათ, ჯერ არ მინდა რომ გავიყოთ ესე 4 ოქტომბრის მომხრეება და მოწინააღმდეგებად, იმიტომ რომ ჩვენ ვართ თანამებრძოლები და არა კონკურენტები. მე ასე ვუყურებ. დასასრულის კენს რო წავიყვანთ და მოგინეთ გავრცელოს მე მგონია რომ ეს არასწორი მოლოდინების შექმნა იყო, ეს 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ, ვამხობთ და რაც თავარია სიტყვა დამხობა მეს ყურს მჭრის რატო? იმიტომ რომ როდესაც რეჟიმი ესე იგი მუდმივად რა ვიცი, როდიდან მოყოლებული იძახის რაღაც საბურავებს რო ეძებდა იმის მერე. ხო, 2016 წლიდან იძახის რომ ვიღაცები გვამხობენ, ხო? არ მინდა რომ მათ მივცეთ ლეგიტიმაცია რომ სათქმელი კონდეთ. კარგით. მადლობა საინტერესო პოზიციისთვის, როგორც ვივარაუდეთ, დღევანდელი განხილვისაგანი არის ისეთი, რაზეც უმეტესად თან ხვდებით და მაგიტომაც უფრო დისკუსია იქნება ვიდრე დებატი. თქვენი დღევანდელი პირველი ეგრეთ წოდებული სპიჩებიდანაც გამოჩნდა, რომ საკმაოდ ბევრ რამეში ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ახლა, როდესაც ჩაერთვება წუთიანი დისკუსია, უფრო მეტად რო ყურადღება გავამახვილოთ უშუალოდ 4 ოქტომბერზე, რაზეც უფრო ამახვილებენ ხოლმე ყურადღებას, რომ რატომ მაინც და მაინც ეს ერთი თარიღი სამ დღეზე რომ იყოს განაწილებული, რატომ არა, თუ მაგათი იმის რესურსი გვაქვს, რომ ერთ დღეს გავაქციოთ ქვეყნიდან ეს მთავრობა, რატომ არ შეიძლება რომ ერთ კვირაში გავაკეთოთ იგივე და თუნდაც რაღაც ნიჰილიზმს შეუშალოთ ხელი, რომ თუ მაგათი 4-შივე არ დასრულდა ეს პროცესი, რასაც ვარაუდობთ, გქონდეს იმის იმედი, რომ არაუშავს დღეს თუ არ დასრულდა, 7 დღეშიც შეგვიძლია იგივეს გაკეთება. უშუალოდ ამაზეც რო გავამახვილოთ ყურადღება. და რა თქმა უნდა, თქვენ რაც გქვთ სათქმელი, რაც დაგრჩათ და ერთმანეთის აზრებიც რაც გაინტერესებს, შეგიძლიათ რომ გავუზიაროთ ერთმანეთს. შეიძლება. მოკლედ მე მოვისმენე აქ ესეთი არგუმენტი და სწორია, სულად ვეთანხმები, რომ უსტავალის პროტესტს არ ყავს ვინმე კონკრეტული პირი, ეს არის ყველა იმ ჩვენი თანამებრძოლის დამსახურება, ვინც უდრეკად და ამაყად გავართ იქ და არ შეგვაშინა არაფერმა. აქვე აღსანიშნავია ის, რომ ჩვენ რა გამოწვევის წინაშე დავდექით. ჩვენ ეს გამოწვევა არის პირველ რიგში ის, რომ ის ნიჰილიზმი, რაზეც ვსაუბრობთ, რატო შეცოტავდა, რატო არ ვდგავართ იმდენი, რამდენის თავიდან ვიდექით და ასე შემდეგ, ამა ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი ამას. პირველ რიგში ეს იყო რეპრესია, მეორე რიგში ეს იყო პოლიტიკური აქტორების ქმედებების შედეგად იმედგაცრუება. და ეს იყო კამპანია იყო პრაქტიკულად, ხო? ჩვენ თავიდან როცა ხალხი იდგა იქ გადალახა გარკვეულწილად ის რომ პოლიტიკოსები არ გვინდა გახსოვთ ხო თავიდან და გადაილახა და პირიქით მოდი დადექით. ეს იყო რაღაც ერთიანობისკენ გადადგმული ნაბიჯები და უცებ დავინახეთ რომ არ შევდივართ პარლამენტში და პარალელურად აღმოჩნდა რომ კონკრეტმა ორ პოლიტიკურ სუბიექტმა რომელიც ასე ვთქვათ ბარიერ გადალახულია და დიდი ელექტორატი დააფიქსირდა წინა არჩევნების შედეგად შევიდა ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში. ამან ძალიან დიდწილად ითამაშა როლი რომ ნიჰილიზმი გაძლიერდა. და ჩვენი მათ შორის გამოწვევა რატომაც გვინდა რომ ეს გადავტეხოთ და რატომაც გვინდა რომ კრიტიკული მასა დავაფიქსიროთ ქუჩაში. არის ის რომ ადამიანებს უთხრათ პირველ რიგში ძალა არის თქვენში, თქვენ უნდა ირწმუნოთ ეს ქვეყანა არის თქვენი და ვერანაირი რაღაცა ოლიგარქიული გარიგება ან პოლიტიკური თამაში პოლიტიკურმა თამაშმა ვერ უნდა გადაწუნოს საქართველოს ბედი. ამიტომ ავიღეთ 4 ოქტომბერი როგორც სწორება, რადგან მან ხომ ჩათვალა რომ 4 ოქტომბერს თუ ჩაატარებს ეგრეთ წოდებულ არჩევნებს ლეგიტიმაციის მიენიჭება. ჩვენ ხელი უნდა შეუშალოთ. ჩვენი სიმრავლით, ან თუ 200,000 კაცი დადგება იქ, ჩათვალე რომ ეს 10-ზე უნდა გამრავლ და მოსახლეობის მრავლობა დგას ქუჩაში და არა საარჩევნო ურნებთან თუ უბნებზე. ეს მინიმუმ ამისთვის გვჭირდება. ახლა მეორე საკითხი, აი ტერმინოლოგიას ვახსენებ, რა? შემდგარი რეჟიმია, თანხმდებით. რეჟიმები არ მიდიან არჩევნების გზით. რეჟიმები მიდიან რევოლუციით, ან სხვადასხვა ჩვენ ამ მშვიდობიან დამხობა რას ნიშნავს, ახლა როგორ ავხსნა ეს. მათ შორის რუსულ ოცნებაში არსებული შიდა დაპირისპირება რაც გამოიხატა ერთმანეთის დაჭერაში, ერთმანეთის რავი სროლაში, ფულების წილების განანაწილებაში და რავი ხოცავენ ერთმანეთს, ჩვენ გვაქვს მოლოდინი და მათ შორის როგორც გარე ინფორმაცია, ესე შიდა ინფორმაციის წყაროებიდან ვიცით რომ კრიტიკული მასა ქუჩაში ნიშნავს იმას რომ ძალიან ბევრი ის ახლა რომ რეჟიმი დგას კონკრეტულ აქტორებზე, ის ხალხი გადმოვა აქეთ ხალხის მხარეს. იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობას იქ ყოფი აქტორებისას ეშინია თვითონ უკვე ბიზნესი ურჩხული გახდა. ის თხოვს ფულს
მკერავს საქმეს, თავარი მისთვის არის ფული და საკუთარი ასე ვთქვათ გუნდის წევრი არ დაინდო და პრაქტიკულად ესროლეს, ხო? კაციშვილი მარცის ვინმე მიცის რა დეტალები იყო რიჟვაძის საქმეში. ხმას არიღებს ის კაცი, იმიტომ რომ მას ესროლეს. ჩვენ ესე ვიცით, მისი გარემოცვიდან და ამიტომ ცდილობენ ჩაფართვას. ამიტომ როცა რეჟიმი ამ მდგომარეობაში ერთმანეთს დაერივნენ, გამოაქვთ ინფორმაციები ერთმანეთზე. პლუს ამას ემატება, რომ გარკვეული ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიები თუნდაც რომ ლეგიტიმაცია შეაკოწიწონ. აი ამ ფონზე ხალხის დიდი რაოდენობა ქუჩაში ნიშნავს იმას, რომ ეს აქტორები, რომლებიც ეხლა ფორმალურად დგას რეჟიმი, გადმოვლენ ხალხის მხარეს. ჩვენ გვაქვს ამის მოლოდინი და გარკვეულწილად ინფორმაციები. თავარია ჩვენ გვჯეროდეს და სიმრავლე ამის გადამწყვეტ. ანუ როგორ მოხდება, ასე ვთქვათ, ჩამოშლა რეჟიმის? ჩვენი სიმრავლით. იმიტომ რომ მას გონია, რომ დაუშვათ პროტესტი შეიძლება ვერ გასცდეს რა 20,000, 30,000-ს, მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოს, რომ პროტესტი არის იგივე რაოდენობა, როგორ აი 28 ნოემბერს რომ დავიწყეთ და რომ გამოვარდით და 150-200,000 კაცი დადგა, ჩვენ რისთვის ვიდექით? ვითხოვდით ვადამდელ ახალ არჩევნებს. ეხლა ვდგავარ, რომ შენ წადი, ბიძინა, იმიტომ რომ შენ არჩევნები აზრი არ აქვს ამათთან არჩევნებზე საუბარს. არჩევნად ჩაატაროს ახალმა ხელისუფლებამ. იმიტომ რომ ეს რეჟიმი დასრულდეს, მშვიდობიანად დაემხოს, რა ვიცი, ჩამოიშალოს და შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ დროებითმა მთავრობამ ჩაატაროს ვადამდელი არჩევნებიც, რომელიც ახალი არჩევნები პროცესად, რომელიც იქნება მშვიდობიანად გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ არჩევნებისთვის ვიბრძვით ხალხო. რა გააკეთეს პრაქტიკულად მათ ფაქტურად აკრძალეს ორი პარტია. ხუთი ნაციონალურ მოძრაობას ხო, ორი პარტია დე ფაქტო აკრძალულა, იმიტომ რომ ერთ პარტიას ორ პარტიას წართვის ნომერი, ანუ 5 ნომერი წართული ნაციონალურ მოძრაობას და 4 ნომერი ახლისთვის. პლუს ამას პარტიების გაცხადებული ლიდერები ციხეში და პარტიების გაცხადებული პოზიცია, რომ ჩვენ რეჟიმის პირობებში არჩევნებში არ შევდივართ და ამ რეჟიმის პირობებში არასოდეს არ ჩატარდება ნორმალი არჩევნები. გამოდის რომ პარტიები გაუქმებულია ამ ქვეყანაში. ამიტომ რჩება ერთადერთი მშვიდობიანი რევოლუციის გზა. ეს არის ჩვენი ხედვა ამ შემთხვევაში, რომ მათი სისუსტეები, ჩვენი мотиваციის, აი ამაღლების ნაწილი და ის რომ ჩვენ მხრიდან იყო გარკვეულწილად დავარქმევდი ღალატს ბრძოლაში ჩვენ პარტიების მხრიდან, აი ეს უნდა გამოსწორდეს იმ 4 ოქტომბერს ჩვენი რაოდენობის მოსვლით. ამიტომ 4 ოქტომბერს უნდა ვიყოთ კრიტიკულად ბევრი 4 საათზე და მაქსიმალურად დროშებით უნდა ვიდგეთ. გასაგებია, მადლობა. ქალბატონო რუსიკო, თქვენ ძალიან საინტერესო თემამდე იყავით, მისული უბრალოდ დრო აღარ შეგვიწყო ხელი და ვისურვებდი რომ თუ ამაზეც ისაუბროთ, რისი დასრულებაც გსურდათ, იმასთან ერთად რაც თქვენს გაქმოძრებული. რატო თქვათ რა მაქვს მე პრობლემა აი ამ wording-თან დაკავშირებით, აი გიორგიმ რაღაც ნაწილობრივ ასე ვთქვათ, პასუხი გასცა ჩემ კითხვებს, მაგრამ გიორგის საუბარი ერთია და ვთქვათ ამ მოძრაობის სულის ჩამდგმელების და ასევე მომხრეების საუბარი და ასე ვთქვათ ნარატივი კიდე სხვა არის. მე მინდა რომ არ შეექმნათ ორი საფრთხე. რა საფრთხეებს ხედავთ? ხო. ორი საფრთხეა. ერთი ეს არის სრულმოლოდინების გაჩენა საზოგადოებაში, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ჩვენ იმდენად გაგვზარდა აი ამ 10 თვიანმა პროცესმა და ამ 10 თვიანმა პროტესტმა, რომ ესე ადვილად არ მგონია, რომ ფრუსტრაცია დაგვემართოს, მაგრამ ნუ შეიძლება რაღაც თქვათ თუ არ წავიდა, რაზეც არ ვიცი. მე მაქვს კითხვა, რატო ანუ ეს არის მოლოდინი გიორგი, რასაც თქვენ ამბობთ, ხო? კი, შემდგე ერთი სიტყვა გიპასუხოთ, ანუ ყურე, ჩვენი მიზანი იყო ამ შემთხვევაში, რომ თუნდაც სიტყვათა ის თანწყობა მშვიდობიანი დამხობა, როცა რეჟიმს ეხება საქმე, შეუძლებელია რაღაცა ცვლილებები დემოკრატიაში ასოცირდება არჩევნებთან. არჩევნები რადგან გაუქმებულია, კი, რეჟიმი ჩამოემხობა, როდესაც მას საყრდენები გამოეცლება და ამას სჭირდება კრიტიკული მასა ქუჩაში. უბრალოდ wording-ი მე ახლა პროცესს ხსნი. როგორ შეიძლება ეს ჩამოემხოს რეჟიმს, ანუ ვიღაცა მივადა ეს რაღაცა მით ძალის გამოყენებით კი არ აკეთებს ამას, ანუ საუბარია იმაზე, რომ კონკრეტული ჯგუფი ელოდება ხალხის კრიტიკულ მასას ქუჩაში, რომ რეჟიმს უთხრას უარი, ასე ვთქვათ, თანამშრომლობაზე. ეს ერთი და მეორე საკითხი, ამ დღეს დიდი პოტენციალი აქვს. თქვენ ყველა არჩევნების შემდეგ რას ხედავდით? იკრიბება ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ეს კრიმინალთა ბანდა ოფისებში და იფორმებს გამარჯვებას. მისნი ვერ შეძლებენ ამ რაოდენობის
ხალხი ქუჩაში როცა დგას, ვერ შეძლებს ბიზნესში გამოვიდეს და იზეიმოს გამარჯვება. ძალიან მნიშვნელოვანია სამწუხარო რომ ოპოზიციას არასდროს არ გაუკეთებია ეს. ყველა გაყალიბ არჩევნების წინ შეკრებილიყო 20, 30, 50000 კაცი ქუჩაში, ესე ვერ გამოვიდოდნენ ოფისებში და ვერ მოგვახევდნენ თავის ცრუნარდებს. ამაშიც ხელს შეუშვით. ეს არის პროცესი და ბოდიში, აი, რეჟიმს რო შეეშინა გამოიხატა იმაში, რომ ლევან ხაბეშვილი დაიჭრა სიტყვებისთვის. არაფერი სხვა, ასე ვთქვათ, მტკიცებულება არ აქვს ამ საქმეში. არც ფოტო, არც ვიდეო მასალა, არც მოწმეები მიყავს. სიტყვები შედევენ დამხობის იმიდან შეეშინა, იმიტომ რომ ხალხის მათ საერთოდ გაზომეს ხალხის განწყობები. ამიტომ რისიც შეეშინა რეჟიმს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ჩამოიშალოს რეჟიმი. კი ბატონო, ეხლა დაჭერილია თითქმის ყველა ლიდერი. კი, უბრალოდ სიტყვებისთვის. აბსოლუტურად ეხლა თეატრულუკიანის კომისიაზე არ მისვლისთვის არის ხალხი დაჭერილი, ხო? რაც შეეხება არჩევნების ჩაშლას. მე პირველად, როდესაც ეს იდეა გაჟღერდა, რომ ჩვენ უნდა რევოლუცია მოვახდინოთ 4-ში, 4 რა თქმა უნდა თავისთავად არის თარიღი, რადგან ეს არის არჩევნების და ზუსტად გეთანხმებით, რომ აქ საშიშროება დგება იმ ორი მოღალატე პარტიის, მე არ მომერიდება ამის თქმა, ორი მოღალატე პარტიის წყალობით, რომლებიც დაბნეულობას გამოიწვევენ როგორც შიდა აუდიტორიაში, ისე დასავლეთში, ხო? იმიტომ რომ ასე ანუ როგორც ჩვენ ვართ, თქვათ და ადამიანები, რომლებიც მუდმივად ინფორმაციაზე ვსხედვართ, ხო? და არიან კიდე ქოცები, ამათ შორის არის უზარმაზარი რაოდენობა ჩვეულებრივი ადამიანების, რომლებმაც შეიძლება საერთოდ არ იცოდნენ, რომ აი ოპოზიცია გადის შედარებით მოწყვლადია კი ეს ხალხი. ხო, ეს ანიშნავს ისინი ბოროტები არიან რაღაც, არაინფორმირებული თავის პრობლემებზე ორიენტირებული ხალხი, სახში რაღაცნაირად ინერტული ჯგუფი, ხო? ეგეც წოდებული აპოლიტიკურები, ხო? რომლის გადმობირება არის მთავარი მიზანი, როგორც ჩვენი, ისე იმათი. დიახ. ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს საკმაოდ დიდი პროცენტი საზოგადოების, რომელიც ასე ყოველწუთიერად არ ამოწმებს ინფორმაციას. ასე არ არის აჟიტირებული, როგორც ჩვენ და ისინი, ხო? ეს ჩვენი მხარე, რომლებიც აი ძალიან აქტიური მებრძოლები ვართ, აქტიური თუ პასიური, მაგრამ ასე ვთქვათ, ყოველდღიურად პროცესში ჩართულები. ჩამოყალიბებულები, ზოგი ვთქვათ Facebook-იდან, ზოგი მუდმივად ტელევიზორს უყურებს სახლიდან, რა ვიცი. ეს ჯგუფი და მეორე ქოცების ჯგუფი არის ასე ვთქვათ ინფორმირებული და არის რაღაც ასე ვთქვათ, არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ რაღაც ნაცრისფერი ზონა, რომელიც ანუ დაბნეული პროპაგანდით ვთქვათ რაღაცნაირად და ეს არ ვიდა სიტყვა გამორეცხილი ვთქვა, პროპაგანდით რაღაცნაირად მოწყვლადი, ხო? და აი ეს ადამიანები არიან მთავარი, ჩემის აზრით, რომ მათში ჩვენ არ გავაჩინოთ ჩვენს მიმართ რაღაცნაირი უარყოფითი განცდა. ახლა რაც შეეხება თვითონ პროცესს, აი გიორგი ძალიან კარგად ახსენით თქვენ, როგორ მიდის ეს პროცესი და მე ძალიან წყის ხოლმე, რომ აი ამ 4 ოქტომბრის მომხრე ვინც არიან, თქვათ, ისინი მუდმივად იძახიან, რომ პროტესტი მილევადია, პროტესტს არანაირი შედეგი არ აქვს, ამას ასე მუდმივად ვერ გაგრძელდება. ხო, ბოდიში ეგ არის კრიტიკულად დიდი შეცდომა და თუ ვინმე ამოსავს დიდ შეცდომას უშვებს, მე ყოველდღე ძალიან ბევრი. არა, თუ ხო, მაშინ უნდა იცოდე, რომ მე როდესაც გამოდივარ ქუჩაში, მთელი რიგი რისკების ფასად მე და ჩემი მეგობრები წლებია, მე ვთვლი, რომ ის დღე შეიძლება იყოს ბოლო რეჟიმისთვის. მე ამ მოტივაციით გამოდივარ ქუჩაში, იმიტომ მაქვს ამხელა წნეხი, იმიტომ ამხელა რეპრესიებს, ამიტომ უძებ ახლა შემიძლია პირდაპირ თქვა, რომ ამ რეჟიმმა მოიტანა ის, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ არაღიარების პოლიტიკა აი ამ რეჟიმის ამას დაიმატა პროტესტმა მოიტანა ზუსტად ჩვენ მაიგომა თუნდაც ის რომ დღეს გავიგეთ რომ ამერიკაში ახალი ასე ვთქვათ ახალი ინიციატივა შესწორება შევიდა იმ მეგობარი აქტის პარალელურად სადაც პრაქტიკულად მთელ ფედერალურ მთავრობას ევალება რომ არაფერი დახმარება არ გაუწევონ ამ ეგრეთ წოდებულ მთავრობას და ნულოვანი იყოს მათი მხრიდან ჩართულობა აღიარების საკითხში ეს ჩვენი დამსახურება იმ რეჟიმის ტყვეების დამსახურება რომელიც არ გატყდება ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ აი ყურე მე რას
იმას ვამბობ, რატომ გვინდა სწრაფი გამარჯვება, როცა ვსაუბრობ, მე კონკრეტული ადამიანები წარმომიდგება ხოლმე, ნინო დათაშვილი იმდენად დიდ კივილს განიცდის საპატრიოტო ვერ მოვიდა თავის პროცესზე. იგივე მზია ამაღლობელს ერთი თვალი და პრაქტიკულად დაკარგა ადამიანმა მხედველობა. ანუ მათი ყოველდღიურად იქ ყოფნა არის კატასტროფა და კრიტიკულ ზღვრამდე შეიძლება მივიდა. მე მინდა გითხრათ, სადამდე შეიძლება წავიდეს რეჟიმი თუ ჩვენ ანუ რაოდენობრივი და მასობრივი ძალის დემონსტრებას არ მოახდეთ. თქვენ გახსოვთ ალბათ რომ როცა მარში მოდიოდა საზმაოდან აქციის მონაწილეებს მოუვარდნენ ტიტუშკები და ერთ-ერთმა იარაღი ამოიღო იქ მათთან ჩვენმა ერთმა თანამებრძოლმა ლევან ჯობამ განაიარაღა ეს ადამიანი თავი დაიცვა მათ შორის დაიცვა დემონსტრანტები და დღეს რა ხდება ის ადამიანი გაუშვეს ვინც იყო დაკავებული 16 წლის მოგზავნილი ამ შემთხვევაში და უნდათ რომ საქმე შეკერონ ლევან ჯობავაზე რომ ხო არ იძალა და აი კითხები და აბსურდი უყურე რეჟიმის სიტახვედეს საზღვარი არ აქვს ისინი გადაგვივლიან თუ ჩვენ არ ვაჩვენეთ რომ უყურე ის რაოდენობა მაგ 13 სექტემბერს იყო საკმაოდ დიდი რაოდენობა მათ შორის 27 სექტემბერს უნდა გამოვიდეთ ბევრი და კიდევ უფრო ბევრი რატო უნდა დიდი მოლოდინის შექმნა რატოა საჭირო როდესაც ბევრი კომბინაცია ერთიანდება და რეჟიმა გადაწყვიტა რომ იქ ვიღაცა თავისიანი იყიდა იქ ფული ჩადო იქ კამპანია აწარმოა იქ საერთაშორისო დონეზე ლობისტებით იმუშავა და 4 ოქტომბერზე ფსონს დებს რუსი ოლიგარქი და პარალელურად თავისიანი გამოაჩენა 700 მილიონი ერთ საქმეში გაათეთრეს იქ დაიჭირეს ერთი ადამიანი აგერ შიდა ქართლიდან კანდელაკი ზვიადაო რომელიც მათი ასე ვთქვათ კუნთმაგარ ტიპების კონცენტრაციას უწყობდა ხა ეს როდესაც ესე მდგომარეობაშია რეჟიმი ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება რომ ეს თარიღი ხელიდან გაუშვათ მათთვის ისინი არიან ყველაზე სუსტები აი ფრუსტრაციის თემასთან დაკავშირებით ფრუსტრაცია შეუძლებელია იმას დიდ ფრუსტრაცია მოახდინოს და როცა გებულობ რომ ნინო დათაშვილი უმწეო მდგომარეობაშია ვერ მიდის პროცესზე ტკივილები აწუხებს და კი მაგაზე ყოველთვის ხვდებით რა თქმა უნდა მე ის კითხვა მაქვს ჩაგეჭრებით ბოდიშს გიხრით მესმის აბსოლუტურად ის რომ 4 ოქტომბერი აუცილებლად უნდა იყოს მასშტაბური აქციის დღე მაგრამ რეჟიმის დასრულება სრულების შესაძლებელია თუ ჩვენ ვერ მაინტერესებს დაპირისპირება ამ ორ მხარეს შორის არის ის რომ როგორც თქვენ თქვით, სახელდებაში არის პრობლემა, მაგალითად რომ გამოსულიყავით და გეთქვათ ის, რაცაც ეხლა აქ საუბრობთ, რომ გარეთ გასვლა ბევრი ადამიანის იმისთვის არის საჭირო, რომ არჩევნების დღეს ვიყოთ უფრო მეტნი და არა მაგალითად დაგვერქვა ამისთვის მშვიდობიანი რევოლუცია. ხო არ ფიქრობთ, რომ უფრო მომგებიანი იქნებოდა და არც ნიჰილიზმის გამიწვევდა. არა, უყურე, ადამიანებს უნდა კონდეთ განცდა, რომ იქ უნდა მოვიდნენ იმისთვის, რომ თუ იქნებიან ბევრი და თუ დაიჯერებენ თავის ირწმუნებენ თავის ძალას, ის დღე სწორედ შეიძლება აღმოჩნდეს რეჟიმისთვის ბოლო. იმიტომ რომ რეჟიმმა მთელი ფსონი დადო 4 ოქტომბერზე. და თუ ჩვენი საზოგადოება არ მისცემს საშუალებას და არ შეგვატოვებს ისევე რამდენიმე, რავი, ასეულ თუ რამდენიმე 1000 ადამიანს, რომელიც, რა ვიცი, გიჟი პატრიოტები დგავართ და ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას, რა თქმა უნდა, ეს იქნება საერთო სახალხო კონსოლიდაცია, რომელიც ამ რეჟიმს ჩამოშლის. ჩვენ ამის გვჯერა და გვწამს მთელი დასახელებული რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე. ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ ეს მოწოდებაც, მოლოდინიც, რომ ხალხო, თქვენ შეგიძლიათ შიშველი ხელებით, დროშებით, სუფთაგულით და განწყობ აი წლენით. ანუ იმედის ჩასახვის. არ უყურე, იმედი რომ ჩვენი სიძლიერე რა იყო? სიმრავლე. და თუ ეს სიმრავლე დაბრუნდება, დავიწყოთ იქიდან 28 ნოემბერს უფრო ძლიერ. აი კიდევ 28 ნოემბერსთან შედარებით ვიტყვი პირდაპირ 5ჯერ და მეტჯერ უფრო სუსტია დღეს რეჟიმი. ეჭვიც არ ვიპარებ, ყველა მისი დასაყრდენი რომ მოიშორა და გაუშან სანაგვეზე ბიძინამ, ეს მაგას ნიშნავს. ამიტომ ამ სუსტ რეჟიმს თუ იგივე რაოდენობით დაუდგებით და თუ მათგან წამოვა რაღაცა, აი, რაც იყო დაკავები, ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ მათ. უყურე, ჩვენ ხო ვიცით რისთვის იჭერენ ადამიანებს, წამებისთვის და არადამე მოპყრობისთვის და ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური უფლება, ღვთისმოძებული უფლება, რომ მათ პასუხი გავცეთ ყველა იმ კონკრეტულ მოქმედებებზე ხართ უფრო თანახმად და არა აბსტრაქტულ კი ბატონო, ანუ წინააღმდეგობის გაწევა უნდა იყოს რეალური ხელშესახები, რომ ამათმა იგზონ ჩვენი ძალა. მადლობა. რუსიკო, ალბათ ბოლოს ჯერ გადმოვდივარ თქვენთან, რადგან რო გვეწურება, მე მაინტერესებს ის, რომ ვითარების შესაბამისად შეიძლება რომ დროც დავამატოთ, თუ ბევრი გვექნება სათქმელი. მე ბევრი თანხმობა დავიჭირე აქ და ბევრ რამე შევთანხმებით ერთმანეთს. მე მაინტერესებს თქვენგან უფრო კონკრეტულად ის პრობლემები, რაც გაქვთ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და იმ ხალხის წარმომადგენელი ხართ აქ, ვინც თქვენს მსგავსად ფიქრობს, რომ გაგვიზიაროთ მათი შეხედულებებით. და მათი ასე ვთქვათ, შეიძლება ასე ვთქვათ, შიშები ან გულისტკივილი. აქ აი გიორგი ლაპარაკობთ და აქ არის ერთი დათქმა, ამას ქვია თუ გამოვა, თუ წავლე. ხალხი. თუ
ხალხი თუ გამოვა არა ხო ხალხი მხოლოდ ერთ სიტყვა საბოლოო ჯამში რომ უყურე ხალხი თუ რა თქმა უნდა ხალხი თუ დაიჯერებს თავის თავში რომ შეუძლია გამარჯვება და კრიტიკული მასა დადგება რაოდენობით მის უბრალოდ დავასრულებინოთ კი ბატონო მაგრამ აქ არის ერთი სიტყვა ეს არის თუ არის უკვე ვარაუდი ანუ ის რომ თქვათ რეჟიმი ნამდვილად წავა ამის გარანტიას თქვენ ვერ მოგცემთ ხო? ანუ ამის გარანტია არ არსებობს. ეს არის უფრო სურვილი ვიდრე რეალობა. აი ამდენი ხანი მე მესმის, აი მე ხო ძალიან ოპტიმისტი ვარ და სულ მუდმივად მაგას მეუბნებიან რომ როგორ ხარ ასეთი ოპტიმისტი და აი ჩვენ რეალობას უნდა ჩავხედოთ თვალებში რომ ბიძინა ძლიერია ესაა და რეალობა და მოლოდინი და სურვილი არის აბსოლუტურად განსხვავებული რამე. იქ სადაც არსებობს თუ იქ უნდა ვიყოთ ოდნავ ასე ვთქვათ ტერმინოლოგიაში ძალიან ფრთხილები. რატო? ერთი ვთქვი რომ შეიძლება აი ამ რეჟიმის ტყვეების დედები და მათი ძმები, რა ვიცი, ოჯახის წევრები, დები, რომლებიც მოელიან ამ 4 ოქტომბერს და ეუბნებიან რომ აი ხუთში ბავშვებს ჩაიხუტებთ, შეიძლება ჩემში არ გამოიწვიოს ფრუსტრაცია, მაგრამ ის ადამიანები აბსოლუტურად დაინგრევიან, ხო? თუ მეორე ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ბიძინას კუთხეში მიყენებაზე, ხო? და ჩვენ ვხედავთ, რომ აი დასაწყისიდან, აი თქვენც აღნიშნეთ, რომ 28 ოქტომბრის შემდეგ ამ უწყვეტმა რეჟიმმა ფაქტიურად შიგნიდან გამოღრღნა რეჟიმი. მას არ აქვს გარე ლეგიტიმაცია, სხვათა შორის აქ ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენ რაღაცნაირად მტრებად და აი რაღაც ნუ ვრიყავთ ამ პოლიტიკურ პარტიებსაც, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, გინდათ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, იმიტომ რომ მათი როლი, არასამთავრობო ორგანიზაციების როლი არჩევნების საბუთების დადებაში იყო ძალიან დიდი. პოლიტიკური პარტიების როლი, რომლებმაც იმუშავეს დასავლეთთან იყო დიდი და სალომე ზურაბიშვილის როლიც იყო ძალიან დიდი. ისინი შეიძლება ვერ ჩაუდგნენ და არც აქვს პრეტენზია, ან არც შეუძლიათ და არც არავის არ უთხოვია რომ ლიდერად ასე ვთქვათ მოგვევლინონ, მაგრამ ჩვენ ამ ყველას უნდა უყუროთ როგორც თანამებრძოლებს და მოკავშირეებს. სკეპსისი იმის მიმართ და აი იგივე საზმაუს მარშის მიმართ, რომ რაც დასეენოთ, რაც ჩავიხართ მან, საზმაუს მარშმა აცოცხლა ეს პროცესი. როგორც მე სულ არა ვარ მათ იდეოლოგიურ პლატფორმაზე, ბევრი ეხლა რაღაც შეიძლება ხო, ისა, მაგრამ ერთი რაღაც მინდა ვთქვა. აი ეს რაღაცნაირი დაყნინება აი ამ ჩვენი მიღწეული შედეგების მე მუდმივად მესმის იქითა მხრიდან რომ თუ ჩვენ ახლა რაღაცა არ შევარდით აი ამ რაღაც გადამწყვეტ ბრძოლაში არაფერი არ გვეშველება. პროტესტი მიდის მილევისკენ, არ მიდის მილევისკენ, ჩვენ ამდენი ვდგავართ და უფრო გვემატება მე როგორც ხედავ, ვიდრე გვაკლდება, ანუ თებერვლის მერე ანუ არ იცვლება სიტუაცია, მაგრამ უფრო მეტი ბევრი დაბრუნდა კიდევ ვინც იყო და რაც თავარია, მთავარი საშიშროება, რაც თქვი, რომ რეჟიმს არ მივცეთ ლეგიტიმაცია, რომ შემოგზავნოს ხო არსებობს ეს საშიშროება. შემოგზავნოს რაღაცა ჯგუფი ნიღბებში ჩაცმული ეგეთები გაუკეთებიათ და რაღაც მოაწყოს, რის შემდეგაც მან აი ამ მასას აპოლიტიკურების, რომლებიც ადვილად იჯერებენ რაღაცას, მათთან პირიქით ლეგიტიმაცია არ გაიფორმოს, რომ ასე ვთქვათ, მერე დაშალოს რუსთაველის პროტესტი. მე აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ არჩევნების ჩაშლა, რომ დარქმეოდა ამ 4 ოქტომბერს, აი 10 ხელით
10 თქვენთან ვიქნებოდით, იმიტომ რომ ამ არჩევნების ჩაშლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მას მერე რაც შევიდა, მაგრამ აი ეს სრულმოლოდინების შექმნა, არ ვიცით სულ თუ არა, ეს ჩემიც ვარაუდია, ხო? ანუ მოლოდინების შექმნა და ასე ვთქვათ, მერე აი ამაზე თუ წამოგვიყიდეს, ანუ იმ საფრთხების გათვალისწინება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე ბრმად, თვალები დავხუჭე და აი ეხლა მივრბივარ, რომ ხვალ ბიძინა მიდის, ეს არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ გარანტიას, რომ 5-ში ასე იქნება. ჩვენ უნდა ვუთხრათ, 4-ში უნდა ვიყოთ კრიტიკული რაოდენობა, უზარმაზარი მასა, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ ჩვენ ბრძოლა ბოლომდე, სანამ რეჟიმის საბოლოოდ არ ჩამოიქცევა. თუ ისე მოხდება, როგორც თქვენ გათმოლოდინი, წარმოიდგინეთ, როგორ გამიხარდება. კი ბატონო. მოკლედ, მოდი ესე ვთქვათ რა, რეჟიმის მხრიდან აქციების გაშავების და მსგავსი პროპაგანდის შემოგზავნილების რისკი ყოველთვის არსებობს და ამას რო ჩვენ შევეჩერებინეთ, მაშინ ქუჩაში საუნა ყოფილიყავით და გერი არაღიან ხალხს გიგზავნიან, მაგრამ შეჩერებაზე არა, ხო, რისკებიდან გამომდინარე ჩვენ თავი არ უნდა რომ გლის შიშით ხარს არავინ არ გაწყვეტს, ზოგადად ეგრე არის, რომ ჩვენი პროტესტი და ჩვენი დათქმული თარიღი ამის გამო არ იქნება რაღაცნაირად აღქმული, რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ ისი მოლოდინის გაქვთ. აქ წმენაზე. ჩვენ გვწამს რომ კრიტიკული აიყურე, ჩვენი იმას კი არ ვამბობთ რომ გავიმარჯვებთ თუ არა, ეს არის კითხვი. ჩვენ რომ გავიმარჯვებთ, ეჭვიც არ გვეპარება იმ მოცემულებიდან გამომდინარე, რასაც ვხედავ და რასაც ვაფასებ. ეს არის წმენის ნაწილი. თუ ნაწილში აი რომ ადამიანს გვინდა დავარწმუნოთ რომ კრიტიკული რაოდენობა არის გადამწყვეტი ამ გამარჯვების რო რეჟიმი ჩამოიშალოს. აი ამას ამ ნაწილშია თუ და არა გამარჯვების ნაწილში. ეხლა რაც შეეხება ხელისკვრას, არავის არ ყავს ხელს. ყველა ვართ თანასწორები, ყველა ვართ ამ პროტესტის და პროცესის შემოქმედები. ჩვენ რისთვის ვიბრძვით რომ ამ რეჟიმის ჩამოშლა და გაშვება გვინდა, იმიტომ რომ საქართველოს ჩატრეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და რა ის რომ მე მოვაწყე შვიდოვე რევოლუცია და მე უნდა მართო ქვეყანა. არა, ხალხის არის ეს გამარჯვება, ხალხი თვითონ გადაწყვეტს, ვის რა როლი აქვს, ვის რა ნდობა ექნება და ამას გააკეთებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. რაც შეეხება რეჟიმის უკაცრავად კიდევ 5 წუთს დავამატებ. ხო, რეჟიმის ტყუებთან დაკავშირებით და მოლოდინებს, ხო? ბუნებრივია მათ აქვს დიდი მოლოდინი. მაგრამ მოდი ესე შევხედოთ. აი მაგალითად ფრაზა რა რამდენიმე შემთხვევაში შემხვდა და მე კაფიოთ მინდა უპასუხო. კი, ჩვენ გვჯერა რომ გავიმარჯვეთ და ჩვენ გვჯერა რომ ამ გამარჯვების შემდეგ არც ერთი წუთი აღარ დარჩება რეჟიმის ტყვე საპატიმროში და სწორედაც რომ საპატიმროდან რეჟიმის ტყვების განთავისუფლება დამოკიდებულია ამ რეჟიმის დამარცხებაზე. ეს ფორმულირება მარტივია. ამიტომ თუ მე მჯერა, თუ მე მჯერა ადამიანს რომ 4-ში კრიტიკული მასის შემთხვევაში რეჟიმი ჩამოიშლება და დამარცხდება, რატომ უნდა უთხრა ადამიანს რომ 5-ში არ გამოუშვებს შენ რაღაც დამაზუსტებელ კითხვას დავისვამ თუ შეიძლება. დავასრულებ. რატო არ უნდა უთხრა რომ ჩემი გამარჯვება დამყარებულია წმენაზე, იმ გარემო ფაქტორებზე, რაც არსებობს ამ ქვეყანაში და ჩვენი სიმრავლე იქნება გადამწყვეტი ამ კუთხით, ხოლო ბუნებრივია ადამიანს უნდა უთხრა და ყველამ უნდა უთხრას რომ მე თუ მჯერა გამარჯვების აი ამ კონკრეტულ მომენტში მეორე დღე იქნება სწორედაც რომ ყველა ეს დიდი უსამართლობის დასრულების დღე. რატო არ უნდა უთხრა ეს? ანუ მათ ზუსტადაც რომ რეჟიმის ტყეების შობლებს იმიტომ რომ არ ვიცით. არა, არ ვიცით, უყურე, მე მჯერა. აქ უყურე ყოველდღიური პროცესი. მაშინ მაგ ლოგიკით, როცა პოლიტიკური პარტიები გეუბნებიან რომ მოდი არჩევნებზე ხმა მოგვიეს, იმიტომ ვიმარჯვებ, მაგ ლოგიკით ყველა პოლიტიკური პარტია გასაუქმებელი ან არასანდოა, იმიტომ რომ გადახედეთ მათ რიტორიკას. ვინმე გეუბნებოდათ რომ ვერ მოვიგებთ არჩევნებს, ვინმე გეუბნებოდათ რომ არჩევნები გაყალიბდება არჩევნების წინ. არა, გეუბნებოდათ მოდი არჩევნებზე რომ უნდა იყოს და ხო, არჩევნებში ის როიწურება რაღაცას დავაზუსტებინებ. კი, ეს გასაგებია, მე დავასრულებ რამდენიმე საკითხი პოლიტიკური ბრძოლა ბუნებრივია დამოკიდებული ადამიანის ნდობაზე. თუ ენდობა პროცესს და თუ ჩართული ამ პროცესში ბუნებრივია, მე ამას გამოვიყენებ, რომ ეს ქვეყანა ხო ყველასი ერთად ჩვენი არ და თან გასათვალისწინებელია რა მდგომარეობაში ვარ. რეჟიმი, რომელმაც პრაქტიკულად 2008 წლის ომის გამო გვასამართლებს და პრაქტიკულად ზადაირო, რა ვიცი, დღე-დღეზე შეიძლება ტერიტორიები აღიაროს და დაუკონანოს რუსეთს, ხო? აი ამ ფონზე შეუძლებელია მოტივაცია შორის განსხვავება არ იყოს. მე ჩემი მოტივაცია აუცილებლად უნდა დაგისვათ ეს კითხვა და შემდეგ გვექნება კიდევ 5 წუთი და თუ რამე სათქმელი აქვს, იქ შეგიძლიათ დავამატოთ. აქ დასაწყისში ახსენეთ ის, რომ თქვენ გაქვთ იმის იმედი, რომ ბევრი ხალხი გადმოიბირებს ნეიტრალურ ამომრჩეველსაც და მათ შორის თუ სწორად გავიგეს სპეცრას და პოლიციას, რომ ჩვენ მხოლოდ მათი არ დგას ეს რეჟიმი. საუბარი არის
არის იმპაქტი. ესე ამათზე ცხოდგას და მე მაინტერესებს ანუ რაღაც გარკვეულწილად იმის იმედი გაქვთ რომ ადამიანებმა რომლებმაც ჩვენიანები აწამეს 1 წლის წინ ახლა ხელს აღარ აწევენ და მათი დახმარებით გავაძევებთ ქართულ ოცნებას ქვეყნიდან? არა, მათი იმედი არავითარ შემთხვევაში არ მაქვს, რომ ისინი რაღაცა კეთილები არიან და უკეთესი გახდებიან, მაგრამ მათ შეეშინდება ჩვენი სიმრავლის და მათ შეეშინდება იმ გარემო ფაქტორებით, რაც მათ უკვე გაიარეს. რა ნახეს მათ? ნახეს ის, რომ მათი შეფი, რომელიც იყო რკინის კაცად წარმოდგენილი, ხარება მოისროლეს და გააგდეს. და ჩვენი ინფორმაციით გალოთ და ის კაცი. მათი იმედი გომელაური გონის რაც ლოთი იყო. გომელაური, რომელიც მათ ფარველობდა, მოისროლდა და გააგდო ბიძინამ. მათი მთავარი დასაყრდენი ლილუაში, რომელიც სუსის და უსაფრთხოების და გააგდო. უყურე? ანუ რომ შეიძლება აღარ ღირდეს ყველაფერზე წასვლა მას გადასახადად. ადამიანი გონიერი არსება საკუთარ თავზე და საკუთარ ოჯახზე მეტად ნამდვილად არ უყვარს მას ხელფასის გადამხდელი. ხელფასისთვის ბევრი დაფიქრდება უღირს თუ არა გაჭიროს თავი, იმიტომ რომ ზედა ეშელონი, რომელიც ყველაფერს აკონტროლდა, ყველაფერს ფლობდა, ერთი ხელის მოსმით გაჭირა რუსმა ოლიგარქმა და შესაბამისად შეუძლებელია ვიყო დამოკიდებული ვინმეს სიკეთეზე, ანუ იმათ რაღაცა მოლოდინი ქონდეს, ისინი უფრო კეთილები გახდნენ, ვიდრე მანამდე იყვნენ, მაგრამ მე მაქვს რაციონალური მოლოდინი, რომ მათ რო გამოიარეს ის მართლა წნეხი, მათ შორის წნეხი, რომ ის უფროსი, რომელიც მათ ფარველდა გაუგდეს, ისინი შეუძლებელია იმ მოტივაციით იდგნენ იქ, როგორც 28 ნოემბერს იდგნენ ან 3 დეკემბერს. შესაბამისად, მოლოდინი ლოგიკურია. თუ ჩვენი სიმრავლე იქნება, თუ ჩვენი კონსოლიდაცია იქნება, თუ იქნება ამ ნაწილში არის თუ ეს რეჟიმი აუცილებლად ჩამოიშლება. შეუძლებელია რეჟიმმა, რომელმაც საკუთარ თავისიანები მოსაკლავად გაიმეტა და თავის პრემიერ-მინისტრი გუშირო პრემიერ-მინისტრმა და დასაჭერ საქმე შეუკერა, შეუძლებელია შემებრძოლოს ისე და შეაკავოს ხალხის გაბრაზება ისე, როგორც აკავებდა ეს, რავი, 3 თვის წინ. ანუ კითხვის ნიშანი დგას ჩვენს მოქმედებებზე, თქვენი გადმოსახედიდან და არა შედეგზე, რომელსაც რა თქმა უნდა, ჩვენი მოქმედებები რამდენიმე ნაწილისგან შედგება. სიმრავლე, ხალხის რწმენა, რომ მათ შეუძლიათ რომ დაიბრუნოს საკუთარი ქვეყანა. სიმრავლე რუსთაველის გამზრდას და მესამე. რა თქმა უნდა, ყველას უნდა ქონდეს განცდა და მოლოდინი და რეჟიმი უნდა ხედავდეს, რომ აი ისე აღარ აცემიებს არავის, არ მოატაცებს არავის, როგორც მანამდე ჩვენ შეცდომებს უშვებთ. მათ შორის არც ვიცოდით. მანამდე მე არ მქონდა, მე რა 21-ჯერ ვარ დასასრულისკენ წავიდა და 21-ჯერ ვარ დაპატიმრებული ადმინისტრაციული წესით. ორჯერ სისხლის სამართლის საქმე მქონდა აღზრული. უბრალოდ, როცა მაპატიმრებდნენ, მე და ჩემი მეგობრებსა გვაპატიმრებდა, გვსვავდნენ მანქანაში, პირდაპირ ვიტყვი, რატომ უნდა მოვიტყო? ეგეთი რამე არ შემხვედრია, რომ ვიღაცა მანქანაში გაგდებდა, გირტყავდა, გაფურთხებდა და გლანძღავდა და კათას უბედ გაწამებდა. მაგრამ ამათმა ეს დანერგეს და ეგ ჩვენ რო ვცოდნოდა იმ პერიოდში, დამერწმუნეთ ხალხის რეაქცია სხვანაირი იქნებოდა და ეხლა ვიცით. მე არა აი ყველაფერს გავაკეთებ იმისას, რომ ჩემ გვერდზე მდგომი ნებისმიერი ადამიანი თანამებრძოლს უწოდებ მას, იმიტომ რომ სამშობლო გვიყვარს და არ თავს შევაკლავ და მართლა არ გავატან, იმიტომ რომ ვიცი რისთვის იმეტებს ეს რეჟიმი. და ამიტომ ეს ცოდნაც ჩვენ გვაქვს. ამიტომ ანუ უფრო მეტად მომზადებულები რა თქმა უნდა მომზადებული და წვენაში რო უყურე აი მაგალითად რო დავინახო რო დავინახო რომ ჩემიანზე მოდის რეჟიმი უკვე ვიცით რაც უნდა გავაკეთო იმიტომ რომ ის შეიძლება მოკლას რეჟიმმა მანამდე თუ ხოდა მოლოდინო მანამდე ხელბორტის გადავდი და მიყავდი იზოლატორში ახლა შეიძლება დაგლეწონ ძლებში და დაგაგდონ სადღაც და ასე შემდეგ რა თქმა უნდა კარგით ეხლა გადავიდეთ კითხვების რეჟიმზე მე კითხვებს დაგისვამთ და თქვენ შეგიძლიათ რომ კითხვებთან ერთად ისიც გაგვიზიაროთ რაც დაგვრჩეთ სათქმელი თქვენგან დავიწყებ რადგან ბოლოს გიორგი საუბრობდა მე დაახლოებით გავიგე თქვენი პოზიცია და მივხვდი რომ უფრო სახელმწიფოსთან გაქვთ პრობლემა და ზედმეტ დაიმედებაში ხედავთ ამ პრობლემას და არა უშუალოდ იმაში რაც შეიძლება მოხდეს 4 ოქტომბერს და პირიქით ყოველთვის კარგი იქნება ეგ თუ მოხდება რა თქმა უნდა რწმენის საკითხია მე მაინტერესებს რომ საბოლოოდ იმ შემთხვევაშიც კი რომ იმ უпростоრად იმ შემთხვევაში რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი ამ იდეით არ ვიცი ხა არსებობს თუ არა მაგრამ რაღაცა იმედი აქვს ყოველ შემთხვევაში 4 ოქტომბრის ბევრი ადამიანი შესაძლებელია არ სჯეროდეს ბევრი ადამიანს ამ 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციის, მაგრამ მაინც ემზადებოდეს ისევე როგორც ჩვენ შეიძლება მაგალითად თქვენ არ გჯეროდეთ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება რომ იქ იქნებით. ბევრი ადამიანი უფრო მეტად შემართებით მივა, იმიტომ რომ მაინც რაღაცა მოლოდინი აქვს და მართლა შეიძლება რომ ამ ძალამ რაღაცა ისეთი გამოიწვიოს, რაც უცებ იმპროვიზირებულ შეკრების დროს არ მომხდარა. ანუ საბოლოოდ ის პასუხი მაინტერესებს თქვენგან რომ საბოლოოდ ღირს თუ არა გარისკვად 4 ოქტომბერი და ჯობდა თუ არა ამის დაანონსება, ვიდრე არ დაანონსება და იმპულსურად გამოსვლა ხალხის. იმ შემთხვევაში, როდესაც დიდი ალბათობით ეს 4 ოქტომბერი ბევრ ადამიანში აწევს მუხტს, ჩემი პირადი აზრით სულ რომ არაფერი მოხდეს ამ დღეს,
ალბათ მაინც გაბრაზებულები ვიქნებით და გავაგრძელებთ ისევ და აქციას შეემატება ეს უფრო ბევრი და ბევრი ადამიანი. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ნიჰილიზმიც გამოიწვიოს, მაგრამ მუხტი ალბათ მაინც გაზრდისკენ წავა ვიდრე კლებისკენ. არ ვიცი ეს პირადად შემოსაზრება რამდენად სწორია, მაგრამ აი ამაზე არ ვიცი, ხა წინასწარ მეტყველი არა ვარ და ნათელხილოების ანუ საბოლოოდ ღირს თუ არა მაინც 4 ოქტომბერზე იმედები 4 ოქტომბერი არის უმნიშვნელოვანი თარიღი. ეს არის ცალსახა. აქ მე და გიორგი ერთად ვართ. 4 ოქტომბერს უნდა იყოს კრიტიკული მასა ადამიანების, რამაც ერთმანეთი დაგვანახოს, გაზარდოს თქვათ мотиваცია და თქვათ შეაშინოს რეჟიმი. მაგრამ მე ცოტა იცით რა არ მესმის, რომ აი რომ ვიძახით, რომ ჩვენ ამ პროტესტით მივახციეთ რეჟიმის დელეგიტიმაციას, მივახციეთ არჩევნების არაღიარებას, მივახციეთ, რომ ყველა ძირითადი სიმბოლო მაგათ წავართვით. დავიწყეთ ნაძვისხი არავანთებინეთ, შერახალი წელი წავართვით. მერე წავართვით 9 აპრილი, ხო? მერე ეს აღდგომა პრინციპში, ხო? მერე 26 მაისი. ანუ ხალხი ეს ადამიანები ეროვნული იდენტობის სიმბოლოებზე არც კი მოუშვით ჩვენ რუსთაველზე, ხო? რაზეც და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ საზოგადოებაც ვზარდეთ ამასთან ერთად, რაც თავარია, აი ეს პროტესტი უკვე მუდმივობის იმაში გავიდა, რუტინის ის გადავლახეთ, მოთმინების ის გადავლახეთ და ვხედავთ, რომ რასაც გიორგი იძახის, რომ შიგნით ჩამოსვლა დაწყებულია, რა ვიცი, აი ნორმალური ადამიანი ახლა ხარებას, იმას გომელაურს და ღარიბაშვილს გააგდებდა. ანუ ეს ხალხი ხო მოიძულა რა მან არა, ასევე მე ვხედავ აი ამ ფრუსტრაციას პოლიციელებში, მე ვხედავ რომ მათ დემოტივაციას აბსოლუტურად დემოტივირებულები არიან და ანუ ეს რაღაც ერთი დღე ანუ ისინი ხო ვერც რეჟიმშიც არა ხო მაგას ვამბობ რომ ანუ ბევრი ხალხი გამოვიდეთ, რამდენი აქცია დაგვიანონსებია, ხო? რა პრობლემაა ამ აქციების ანონსებაში? ზოგზე ბევრი ხალხი გამოდის, ზოგზე ნაკლები ხალხი. ვუთხრათ, რომ ეს არის უზარმაზარი მნიშვნელობის დღე, იმიტომ რომ ეს არჩევნების ჩაშლა უნდა დავაანონსოთ, ხო? აი ესეც საკმაოდ ის არის, ხო? მამოტივირებელი და ის რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არა მარტო ამ შიდარყევების გამო, არამედ გარე იზოლაციის გამო დიდხანს ვერ გაძლებს თუ მან მართლა არ დაგვიანოსა რუსეთში შესვლა ხო ეს არის გარდაუვალი მათი ჩამოქცევა არის გარდაუვალი მე სულ ვიძახი ჩემი სლოგანი არის ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია უბრალოდ წარმოუდგენელია რომ ეს რეჟიმი რომელიც არის დასუსტებული გარედან და შიგნიდან ვერ მოგვერიოს და აი რატო ვაძლევთ რაღაც მანიპულირების საშუალებას აი ამ სიტყვებით გამხობთ რაღაცა მათ ასე ვთქვათ მოიმოქმედონ თან აი ორი თვით ადრე რომ უანონსებ დამხობას ის ხო მოემზადება მაშინ ვთქვი მე რომ ბიჭო რატო უანონსებთ მოემზადოს კარგად თუ რა თუ ჩვენ რო ვიყვირებთ ახლა შეეშინდება ანუ ის ხო მოემზადება ანუ მე მგონია რომ რაღაცნაირად ეს ტერმინები არის შესაძლებელი, ეს ნარატივი არის შესაძლებელი და ძალიან მიხარია რომ გიორგის ასე ვთქვათ ბევრად უფრო შეცვლილი ვორდინგით დამხვდა დღეს მე და ანუ ასევე მინდა რომ სთხოვოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან აჟიტირებულები არიან, რომ ნუ ამბობენ, რომ ჩვენ ისედაც დამთავრდით, ჩვენ ეს პროტესტი მილეულია, პროტესტი ჩაიშალა, ეს არის ტყუილი უბრალოდ.
მადლობა. ვასხოთ. არა, მე თქვენ დაგისვამთ კითხვას, რომელზეც უნდა მიპასუხოთ და შემდეგ თუ დრო დაგრჩებათ, შეგიძლიათ რომ სათქმელი გააშხაროთ. მე მაინტერესებს თქვენთან ესეთი კითხვა მექნება. ხშირად გაჟღერდა აქ თქვენგან მოკლედ ისეთი შინაარსის წინადადებები, როგორც არის რომ მთავარია სიმრავლე, არა რამე კონკრეტული მოქმედება, არა მაგალითად რაღაც ძალადობრივი ქმედება, არამედ მთავარია სიმრავლე ადამიანებმა ნეიტრალურმა ხალხმა თუ პოლიციელებმა თუ სპეცრაზმა, თუნდაც არის მთავრობის წევრებმა დაინახონ, რომ ადამიანების უმეტესობა არის არა არჩევნებზე, არამედ აქციაზე. მე მაინტერესებს ორი რამ. პირველი, ძალიან ბევრი ადამიანი უყოფილვართ, აქამდე შეკრებილები 200 და არ ვიცი, რამდენი სწორად ვიტყვი, 300,000-იც ალბათ, როდესღაც ყოფილვართ. კი, ძალიან ბევრნი ვიყავით მართლა. მთელი დეკემბრის თვის განმავლობაში ალბათ მუდმივად იყო მთელი რუსთაველი გადაკეტილი წეღანაც ვსაუბრობდით. ეს სიმრავლე ძალიან კარგია და იმედის მომცემია, მაგრამ მხოლოდ სიმრავლეს რაღაც კონკრეტული ქმედებების გარეშე ჯერჯერობით ესე რეჟიმი არ დაუმხლია. გასაგებია რომ უამრავი დისკომფორტი შეუქმნა რეჟიმს, ლეგიტიმაციიდან დაწყებული, ფულის დაკარგვით და ერთმანეთის მტრობით დამთავრებული, მაგრამ უშუალოდ ერთ დღეზე რომ დავდოთ ფსონი მხოლოდ სიმრავლის იმედად კი, აი ამაზე მაინტერესებს თქვენი პასუხი, რამდენად ლოგიკურია და ასევე მეორე ის მაინტერესებს რომ თუ აქამდე იყო ძალიან ბევრი ადამიანს ჰქონდა ისეთი მუხტი ნოემბერში შარშან და დეკემბერში, როცა გამოვიდნენ და ყოველდღე დაუანონსებელ აქციებს ესწრებოდნენ დღე და ღამე, თუ იყო ზოგადად რევოლუციის შესაძლებლობა, მშვიდობიანი რევოლუციის შესაძლებლობა, მაშინვე რატომ არ დაიძრა ეს პროცესი, მაშინვე რატომ არ შეიკრა უცებ გეგმა, როდესაც ამდენი ადამიანი თავისინებით ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე იყო ქუჩაში და არა ახლა, როდესაც მართლა ბევრ ადამიანში ვხედავთ ნიჰილიზმს, ბევრი ადამიანი უკვე ქვეყნიდან არის წასული, მაინც შესუსტებულები არიან, ასე ვთქვათ, მაშინ, როცა ხალხი იყო ძალიან ძლიერი, მათ შორის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ ქუჩაში, მაშინვე რატომ არ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ პირველი კითხვა უფრო მაინტერესებს და ჯერ იმას რომ უპასუხო. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მათ შორის ეს ამ პირველ კითხვაზე პასუხს ცემს ქალბატონ რუსიკოს, ასე ვთქვათ, მიდგომებსაც. ყველა ეს თუნდაც მასშტაბური შეკრება გარკვეული მიზნებისთვის იყო და არც ერთგან არ გაჟღერებულა, რომ ეხლა თქვენ უნდა წახვიდეთ. იყო საუბარი თქვა ახალ არჩევნებზე, მოთხოვნის კუთხით გულისხმობ, გამოუშვით ტყვეები და ასე შემდეგ. და ჩვენ წასვლაზეც იყო ბევრი აქცია. არა, ბევრი აქცია და მრავალ ათასიანი არ ყოფილა, ფაქტია, მე ყველა აქციის მონაწილე ვარ, იყო მარშები, რომელიც ესეთი მასშტაბური არ ყოფილა. და ეხლა განსხვავება სწორედ ეს არის, რომ ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ რეჟიმი უნდა დასრულდეს. ეს ერთი. რაც რადიკალურად ცვლის განწყობებსაც, მოლოდინებსაც და მას შორის რეჟიმის მხრიდან შეცდომის დაშვების რისკებსაც. უფრო ალბათობა მეტია, რომ ისინი ბევრ შეცდომას დაუშვენ და უკვე დაუშვეს, იმიტომ რომ სიტყვების გამო ადამიანს იჭერენ, ერთმანეთს დაერივნენ, მე მგონი ფულს აგროვებენ, რომ ზოგიერთ მათგანმა თუ რამე გაიქცეს და შეინახოს ეს ფული. ეხლა მეორე საკითხი, რატო არ მოხდა მანამდე რევოლუცია? იმიტომ რომ ამ პროცესმა ჩვენ გაგოსნო ბევრი თანამებრძოლი, მანამდე არ ვიცნობდით ასეთ ბევრ პატრიოტ და გაუტეხელ ადამიანს და ეხლა ამ ადამიანების ასე ვთქვათ შეკავშირებამ მოიტანა ის რომ ჩვენ უფრო მეტი რწმენა გვაქვს ერთმანეთის და ბუნებრივია მანამდე არსებული პოლიტიკური ელიტის მიმართ ან ოპოზიციურ ელიტას გულისხმობ უნდობლობის საკითხი ამის დაკომპენსირება მოხდა ახალი მებრძოლების და ახალი საზოგადოებრივი მოღვაწეები რომელიც გამოჩნდნენ ამ პროტესტში და შესაბამისად უფრო ძლიერები ვართ იმიტომ რომ ბევრ ახალ სუფთა ძლიერ პატრიოტ ადამიანთან დაგვაკავშირა ამ პროცესმა და შესაბამისად ახლა აი ამ პროცესში გამოვრძმედილ და ძლიერ ადამიანთან უფრო ადვილია გარისკვა მათ შორის. ამას გიპასუხებით და შესაბამისად იმ რევოლუციურ განწყობაზე და ტალღაზე ყოფნა უფრო მიადვილდება და მე და ჩემ მეგობრებს, იმიტომ რომ მათ უფრო მეტად ვენდობით, რადგან საქმემ დაგვანახა ვის რა შეუძლია. აი ეს არის ჩემი პასუხი. რაც შეეხება პროტესტის შედეგებს. პროტესტმა დიდი შედეგები მოიტანა, თუმცა ეს უნდა წავიდეს და რაღაცა ლოგიკური გამარჯვება და დასასრული რას გულისხმობს. როცა ვამბობთ, რომ გრძელვადიანი პროცესი რა, მოიტანა გრძელვადიანი პროცესმა, უფრო მეტი რეჟიმის ტყვე. მოიტანა თუ არა? კი, უფრო მეტი ჯარმა მოიტანა თუ არა? ეხლა ხო შეიძლება რომ მოიტანოს კიდევ უფრო. არა, ერთი წამი. უყურე, თუ ჩვენ ესე ყოველდღიურად ველოდებით რომ ოდესმე მოვიგებთ და თუ ჩვენ არ გამოვიყენებთ შანსს და მე ახსენე ეს შანსი რატომ არის 4 ოქტომბერი, მაშინ იგივე თორნიკე თოშხუასთან დაკავშირებით, მინდიასთან დაკავშირებით, რომელიც იქ პროვოკატორები შემოგიგზავნეს, იგივე ნინო დათაშვილი ესენი არიან აქეთა, ანუ ახლანდელი პოლიტპატიმრები, ლევან ხაბეიშვილი და ასე შემდეგ. რას გულისხმობ? თუ ჩვენ ლოგიკურ გამარჯვებამდე, ფინიშამდე არ მივალთ ამ ბრძოლაში და რეჟიმს არ დავასრულებთ ის თავისი
ასე ვთქვათ, ბოროტი და რეპრესირების მექანიზმს არ შეაჩერებს. შესაბამისად, ჩვენ ამიტომაც ვრისკავთ. თქვენ ახსენეთ, გეტყვი, რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს. სიმრავლით უნდა ჩამოიშალოს 4 ოქტომბრის ხო დადოფსონი ბიძინამ. ჩვენ საპირისპირო უნდა გავაკეთოთ, უნდა მოვიდეთ რუსთაველზე და ვაჩვენოთ, რომ ძალა არის ჩვენში, მათ შორის მისას საყრდენობა უნდა მიატოვონ ის. ამის დიდი იმედი გაქვს. კონკრეტულად რა მოხდება მაინტერესებს, თუნდაც ძალიან ბევრი მივიღოთ. არა, კონკრეტულად რა მოხდებაზე ახლა ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არსებობს მონახაზი, რომელიც არ შეუძლებელია რომ თქვა ახლა. არა, მე კონკრეტულ ქმედებებს აი ის მაინტერესებს, რომ როდესაც ბევრი ადამიანი გამოჩნდა, რომ თუნდაც 9 მილიონი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ეს აიძულებს ბიძინა ივანიშვილს ჩაბარდეს და წავიდა ეს. კი, აიძულებს. იმიტომ რომ არსებობს ბევრი ინფორმაცია თუ რა მდგომარეობაშია ის. ეს ერთი, ამიტომ ბევრი ადამიანი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეხლა რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ემიგრაცია ვახსენეთ. ჩემ გარშემო რამდენიმე ადამიანი წავიდა ემიგრაციაში, ამ პროტესტში მონაწილე. და ეს პროტესტი ჩვენ, გასაგებია რომ ჩვენ იდეა არ დაგვიკარგავს. გასაგებია რომ ადამიანის სოციალურ ქსელში ჩვენ ხარეს არიან და ასე შემდეგ, მაგრამ აუტანელი გახდა არსებობა ამ ქვეყანაში. ჯარიმების გამო, უხელფასობის გამო, უსამსახურობის გამო და ეს ყველაზე დიდი წნეხი რაც მოდის ახლა ხო ერთია რომ რეპრესია, ფიზიკური ძალადობა, რა ვიცი პროვოკაციები, პროპაგანდა და შემდეგ, მაგრამ ფინანსურმა ტერორმა უდიდესი დარტყმა მოგვაყენა ჩვენ და ეს მაგრამ ეს ყველაფერი ხო ბუნებრივად უნდა მოდიოდეს ბრაზით და არა წინასწარ დაგეგმილი დღეს. ზუსტად აი უყურე რა ხდება, როდესაც ჩვენ ამდენი ბრძოლა, ამდენი რამე შევალეთ, ამდენი რამე გავრისკეთ და მათ შორის ჩემ და ჩემ მეგობრები შეიძლება კაღაზი დაგვედგომებოდეს წაგების შემთხვევაში ისეთ მდგომარეობამდე მივედით, ანუ ჩვენც როლინ შევედით ამ ბრძოლაში. ვინც გვიცნობს იცის რა და როგორ არის. ეხლა ამ სიტუაციაში გეტყვით პირდაპირ, რომ ეს ბრაზი განსაკუთრებით რა შემთხვევა როგორ არის იცი ადამიანებში, აი როგორ არის აკუმულირებული და გამოშვა, ორთქლი უნდა გამოუშვათ. ჩვენ ამდენი ბრძოლის მიუხედავად რომ ჩვენიანებმა, აი როგორც თქვენ ახსენეთ, გადადგეს ნაბიჯი და უნდათ რომ წყალში ჩაგვიყარონ ამდენი ბრძოლა და ის რასაც იმ რატო არიან არალეგიტიმურები? იმიტომ ჩვენ ვიბრძვით და ეხლა იმ ლეგიტიმაციის საწყისი იქნება ამ რეჟიმის 4 ოქტომბერი თუ წყნარად შვიდად ჩაატარებენ და რეპრესია გაათმაგდება ჩვენს მიმართ. ამის მოლოდინი გვაქვს. გვეთქო რომ ჩავშლით არჩევნებს. სინამდვილეში ტერმინოლოგიურ თვალსაზრისით ერთ და იგივე უარესი შეიძლება იყოს. ამიტომ ვამბობ რომ რეჟიმი კი, როდესაც რეჟიმისთვის ვერ შედგება არჩევნები, ეს ნიშნავს რეჟიმი დაიმხობა. იმიტომ რომ მთელი ფსონი აქვს მასზე დადებულ და ამიტომ ჩვენი სიმრავლე რუსთაველზე 4 ოქტომბერს არის გადამწყვეტი. აი ეს არის ჩვენი ხედვა. გრძელვადიან პროტესტი, რო არ მჯეროდეს გრძელვადიან პროტესტი. ამ 296 სიმრავლესთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს აბსოლუტურად ეს ნიშნავს რომ აბსოლუტურად არანაირი მაგრამ როდესაც რეჟიმი შემოდის ოლინს კონკრეტულ თარიღზე ამ თარიღს კი ოლინს ერთხელ და სამუდამოდ თქვა ეს ქვეყანა არის ქართული ხალხის და 4 ოქტომბერს ეს უნდა გადაწყვეტოს ქართული ხალხის პატრიოტების სასამართლოდ. ალბათ დამეთანხმებით რომ იმედია გიორგი მართალია. ამ იმედს დავამყარებდი. ორივესთვის, სამივესთვის და ალბათ ყოველთვის ესე იქნებოდა უკეთესი. რა თქმა უნდა, პირადად ყველა სხვადასხვა რამეს ფიქრობს, მაგრამ ყველას ალბათ ეგ გვაწყობს უფრო მეტად. გადავდივართ ჩვენს მეოთხე ბლოკზე, ეს არის შეჯამება. რუსკო, თქვენ მოგცემთ სიტყვას 2 წუთი, რომ შეჯამოთ დღევანდელი დებატი და თქვენი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით და ასე დავასრულებთ დღევანდელ დისკუსიას. კარგით, მადლობა. მე ამ დებატებმა დამანახა, რომ გიორგი არ ვიცი თავიდან როგორ ფიქრობდა თუ არა ისე როგორც ჩანდა ეს თქვა სოციალური ქსელებიდან და იქიმიდან, მაგრამ დღეს უმეტეს ნაწილში მე მას ვეთანხმები, გარდა ამ თუსი, იმიტომ რომ მაინც რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ სურვილი და რეალობა განსხვავდება და რაღაცნაირად ახლა ქართველებს გვაქვს ესეთი ანდაზა 100 ჯერ გაზომე და ერთხელ გასჭერი, ეს არ არის თამაში, ეს არის ძალიან სერიოზული ბრძოლა, როგორც გიორგის ისევე მე, აი, თავი მაქვს გადადებული, მე უბრალოდ ვერ დავუშვებ ამათ გამარჯვებას, იმიტომ რომ ჩემმა შვილებმა, ჩემმა შვილიშვილებმა მაშინ უნდა იცხოვრონ რუსეთში
რუსეთის გუბერნიაში, იმიტომ რომ აქეთკენ წავა საქმე, ამიტომ მე არ მეთამაშება, ასე ვთქვათ, ძალიან სერიოზულად უყურებ ამას, ამიტომ გმართებს მეტი ცივი გონება და ნაკლები ეს რაღაც აჟიტირება განსაკუთრებით ერთმანეთზე თავდასხმა, რაღაც ნიჰილიზმის თესვა აქციასთან დაკავშირებით, პროტესტთან დაკავშირებით და რაც მთავარია ურყევი რწმენა გამარჯვების და მაინც მე მგონია რომ ჩვენ ბუნებრივი განვითარება აქ ყოველთვის არის უფრო ეფექტიანი ხოლმე. აი ბუნებრივად ისინი უშვებენ უამრავ შეცდომებს. აი ხა კახიკალაძემ 10-0 არ წააგო ამ შტაბზე თავდასხმის მერე. აი 10-0 წააგო. ხო გამოვიდა რა, რაღაც 40 კაცი მოდიოდა, დაესხა თავს რაღაც საშინელება მოაწყო და ფაქტიურად მთელი რეიტინგი ჩამოეშალა რა. ანუ სალაპარაკოც კი არაფერი არ აქვს, რაღაც სისულელეებს იძახის, ქალი დამანახეცად იყო და ასე შემდეგ, არა. ისინი მუდმივად უშვებენ შეცდომებს, იმიტომ რომ ძალიან ცუდ დღეში არიან და მე მგონია რომ ბუნებრივად გავაკეთებთ ხელოვნურ, ასე ვთქვათ, რაღაც ჩარჩოებს. ბუნებრივად ეს მაინც ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. 4-ში, 5-ში, 6-ში თუ 7-ში. 10 წელი აქ არავინ მაგენი ვერ გაძლევს. კი ბატონო. და ვერც ნახევარი წელი. გიორგი, თქვენს რომ შეაჯამოთ დღევანდელი დებატი. მადლობა, მე მოვისმინე გარკვეული რაღაცა არგუმენტები, წუხილები, მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ განსაკუთრებით იმ ნაწილზე, სადაც საუბარი არის, რომ დავუშვათ ისინი დაუშვებენ შეცდომებს, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება დაველოთ მათ შეცდომებს რა ნაწილში. უყურე, როდესაც ეს რო იყოს დემოკრატია, მაშინ ვიტყოდით, რომ და პროცესი დემოკრატიული იყოს, მაშინ მათი არ გეტყვი. უყურე, რომ იყოს დემოკრატიული პროცესი, ვიტყვი, რომ აი რეიტინგი შეელახათ და შესაბამისად ეს აისახება საარჩევნო ბიულეტენში. შედეგებზე, მაგრამ რადგან ამ ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია, შესაბამისად ბოდიში და ფეხზე კიდია კახიკალაძეს რა ჩაიდა, იმიტომ რომ ცესკო მას დაუწერს იმდეს, რამდენიც დაუკეთებს სუსი და დაუკეთავს სუსი. ხო, მაგრამ აი ეს ხალხი რომ შეიზიზღებს კახიკალაძეს. შეზიზღება არის ერთი, მაგრამ რეპრესია არის მეორე. რეპრესიას აგზელებს უსული რეჟიმი, ქართველი ხალხი მათ ეზიზღებათ, ყველაფერში ჩანს ეს გაღარიბებაში, ემიგრაციაში, გაქცევაში, პრაქტიკულად ეთნიკურ წმენდას გვიწყობს, ისეთი დემოგრაფიული შედეგები გვაქვს. ამიტომ რაც მეტყან დარჩება, მით მეტ რეპრესიას მოგვიწყობს. ეს არის ფაქტი. ჩანს ყოველდღიურად, აგერ კაცი რომელმაც იარაღი წაართვა თავდასხმას, მისი დაჭერა უნდათ. ლევან ჯობალაძე საუბარი. აქამდე დაეშვა რეჟიმი, აქამდე გათამამდა, აქამდე გადიდგულდა და მათ ეშინია სწორედ გაბრაზებული ხალხი. გადიდგულება არ არის, ეგ არის თავდაცვა. არა, გადიდგულება არის, რომ გიბედავს იმას, რომ ადამიანი რომელმაც თავი დაიცვა იარაღისგან, მას ედავებიან შეიძლება დაგიჭირო. ამიტომ ეს აქამდე არც უნდა მიგვეშომა, რადგან მიუშვით მას ლოგიკური დასასრული უნდა ქონდეს მათ აღვირახსნილობას. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ დებთ ფსონს, ასე ვთქვათ, 4 ოქტომბერზე, ამას ვაკეთებთ პირველ რიგში, იმიტომ რომ თვითონ გააკეთეს ეს ის მოპოვებული არალეგიტიმურობის ელემენტი, რაც ჩვენმა ბრძოლამ მოიტანა, არ გვინდა რომ ეჭქვეშ დადგეს და როდესაც ვერ გაიფორმეს ბიძინა ლეგიტიმაციას 4 ოქტომბერს, ის ჩამოიშლება და ამას დაერქმევა მშვიდობიანი რევოლუცია. ამიტომ 4 ოქტომბერს უნდა იყოს ძალიან ბევრი, ჩვენ ყველანი დავდგებით იმისთვის, რომ კი, თავი გვაქვს გადადებული, შეიძლება დაგვიჭირონ, გვესროლონ, ამისთვის მზად ვართ. უბრალოდ, რა თქმა უნდა, დავეთანხმებ რუსიკოს, რომ ვერ ვიცხოვრობ ესეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანს სიტყვის გამოიჭერა და ჩემ შვილებს ვერ გავწერა რუსეთის გუბერნიისთვის. ამიტომ 4 ოქტომბერი არის შანსი, ჩვენ აი ამ ნაწილშია თუ დავიჯერებთ საკუთარ თავის და წამს ის რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი, გამოვალთ რუსთაველის განძზე და დავიბრუნებთ სახელმწიფოს. ამიტომ 4 ოქტომბერს იქნება აი მშვიდობიანი, აი ლამაზი, დროშებიანი რევოლუციის დღე იქნება. ოღონდ ამას სჭირდება რწმენა და მხოლოდ ამ ნაწილშია და სახლიდან თუ უყურებ იმას, რომ როგორ გაიმარჯვებს გიორგი მულაძე ან კაპიტან რუსიკო კობახიძე, ვერასოდეს ვერ გავიმარჯვებთ, ამიტომ უნდა გამოხვიდე იქ, მათ შორის საკუთარ თავზე უნდა იყო უფრო მეტი, ვიდრე მანამდე იღებდი, თორემ სხვაზე პასუხისმგებლობის გადაბრალება ეს არის ძალიან ცუდი რამ. ეხლა აქვე დავამატებ. არა, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ვინმე გავწიოთ. ყველა
პროტესტის მონაწილემ უდიდესი წვლილი მიიტანა. ეს 4 ოქტომბრის გამარჯვება იქნება თუ მანამდე იქნება გამარჯვება. ეს იქნება ყველას დამსახურება. არა ცალკე გამოკვეთი ლიდერის კი არა, ქართული ხალხში შედის ყველა, ვინც დგავარ. საქართველოს გაიმარჯვოს, ამიტომ 4 ოქტომბერს ვიქნები ძალიან ბევრი და ამას გავაფორმებთ ამ გამარჯვებას. მადლობთ. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო მოსვლისთვის, ნდობისთვის და ასეთ საინტერესო დისკუსიისთვის. ძალიან ბევრი რამე გავიგე მეც პირადად და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენმა მაყურებელმაც. ამისთვისაც არის ჩვენი პოლიტიკური დებატების სერიები, რომ რაღაც გარკვეულწილად ხალხისთვის სასიკეთო გადაცემები ჩავწეროთ და რაღაცით მაინც წავადგეთ ჩვენ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით. მეგობრებო, თქვენ კი მოგიწოდებთ რომ გამოგვიწეროთ Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-სა და YouTube-ზე, ასევე დაალაიქოთ ჩვენი ვიდეო და უყუროთ ბოლომდე, რადგან უფრო მეტი შანსი გქონდეს ამ დისკუსიის გავრცელების. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გენერალური სპონსორი არის საქართველოს უნივერსიტეტი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე. მომავალი კი მათია, ვინც წარსულის გააზრებით ხვალინდელ დღეს ქმნის.